გამარჯობა, მე ვარ ვერიკო და ეს არის ველო პოდკასტების 28-ვე და ულამაზესი ეპიზოდი, იმიტომ რომ სტუმრად გყავს უშენიერესი, უჭკვიანესი, უყოჩაღესი გოგო ანა ფაცურია, რომელზეც ამ პოდკასტში გაიგებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, ძალიან სპეციფიკურ რაღაცადაც ვისაუბრებთ, კერძოდ გერმანიის მაგალითებზე და ესეთი უშენიერესი ველოსიპედიც გვიმშვენებს გვერდს, რომელზეც კიდე დამატებით მოგიყვებით. ანა, ძალიან დიდი მადლობა, რომ შევისწორი ხარ. ძალიან მიხარია პირველ რიგში შენი დაბრუნება. მე კიდე ვსტუმრობა. ძალიან დიდი მადლობა ვერიკო მოწვევისათვის და ასევე მინდა მადლობა გადაგიხადო ეს ჩემი ჩამოსვლა, როგორც კი ერთმანეთს შევხვდით, ესე ძალიან მოულოდნელად და დაუგეგმავად, ძალიან გაგიხარდა და ეს სიხარული ძალიან მიგრძნობოდა და დიდი მადლობა ამისათვის, რომ გაიზიარე ჩემი სიხარული. პირიქით მადლობა შენ, იმიტომ რომ სულ შეხვედრის დროსაც კი გითხარი, რომ შენი სიფერადის ჩამოხოდივეთ კი, იმიტომ რომ ძალიან გვაკლია ეს რაღაცა როდ გოგოები განსაკუთრებით რავი ქართველები ფაქტობრივად არ ვართ. ანუ ვერც კი ჩამოთვლა, იმიტომ ძალიან მიხარია და ჩვენი ესეთი სტანდარტული კითხვით უნდა დავიწყოთ ეს ჩვენი პოდკასტი და რომ მოგუყვა როგორ დაიწყო საერთოდ ჩვენი ველოსიპედი დაინტერესება, იმიტომ რომ მე შენ გაგიცანი ალბათ 4 წლის წინ ალბათ 4 წლის წინ დაახლოებით კი. ხო და ნუ ვიდეოთად მანამდე დავდიოდი. მანამდე გავიცანით ერთმანეთს. არ მახსოვს. ალბათ რომ რაღაც ტურში. ფარავანზე ხო არ იყავი? არა, ფარავანზე ნინი იყო, არა. არ მოიდგენ უკვე რამდენი ხანი ერთმანეთს ვიცნობთ, რომ აღარ გვაქვს ადგილი. ხო, ვერიკო, იცი რა არის სხვათა შორის ველოსიპედით სიარული დავიწყე ჯერ კიდე თბილისში, საქართველოში, ძალიან ბევრი წლის წინ. ჩემმა ერთ-ერთმა უბნელმა ბიჭმა თავის დასთან ერთად მასწავლა პირველად ველოსიპედზე ჯდომა. უნდა გამოვწყდე ამ ყველაფერში, რომ ის ბიჭი რო არა, არც ვიცი ამ სფეროში ჩავერთობოდი თუ არა. ოღონდ ეს არის მართლა დაახლოებით 15 თუ 20 წლის წინანდელი ამბავი, მართლა ძალიან პატარები ვიყავით მაშინ და უბრალოდ უბნელები ვიყავით, მას ყავდა ველოსიპედი, მე ჯერ არ მყავდა. აი ესე დაიწყო. როგორც მახსოვს მშობლებისგან ბავშვობაში შეიძლება დავდიოდი, მაგრამ აი ესე გაცნობიერებულად მახსოვს, რომ უბნელმა შემასწავლა პირველად. თუმცა მე საქართველოში ველოსიპედი არ მყავდა და უკვე მე რამდენი წლის წინ როდესაც გერმანიაში წავედი, უკვე 11 წელი გავიდა პირველად როდესაც წავედი საცხოვრებლად და სასწავლებლად სტუდენტი მინდა რომ ყოფილიყავი, იქ რომ ჩავედი, ფაქტიურად უნივერსიტეტში დავიწყე შემდეგ ველოსიპედით სიარული და გამოდის რომ გერმანიამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში და ნუ ხარ როდესაც უკვე საქართველოშიც დავბრუნდი, აქაც მე აქტიურად გავაგრძელე, მაგრამ აი ესე სერიოზული გასვლები დავიწყე ფაქტიურად გერმანიაში. ძალიან კარგი, ძალიან ისე უსაფრთხოდო დაგიწყია, რომ რაღაცა პირდაპირ საგიჟეთში არ გახვედი ქალაქში და რაღაცა ნელ-ნელა. აქ მე მარტივად გააგრძელე სიარული. კი, აქ სხვათა შორის მეგობრებიც დამეხმარნენ ამ ყველაფერში. მარტო ვერ ჩავერთე თავიდან და აი კორონას პერიოდში განსაკუთრებით, ყველამ ძალიან აქტიურად რომ დაიწყო სიარული, იმ პერიოდიდან განსაკუთრებით, შემდეგ უკვე ტურებში დავდიოდი, შენს მგონია ეს ერთ-ერთ ტურში გაგიცანი და აი ესე დავიწყე მე ბოლოს აქციურად. და ეხლა უკვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ველოსიპედის გარეშე აი ფაქტიურად არც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ცხოვრება გაგრძელდეს. აი როგორ ცვლის საერთოდ ეს პერიოდი, რომ ჩემთვის ეგრე არის, რომ ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად, ველოსიპედამდე და ველოსიპედის შემდეგი და სხვა ცხოვრება არ აქ, ანუ ორი ცხოვრება მაქვს, იმიტომ რომ იმდენად რომელი ცხოვრება უფრო ჯობია შენი აზრით? რა თქმა უნდა, ველოსიპედი სადაც ვარ, ეგ ჯობია, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვნულია ამ რაღაცა ახალ რაღაცებს აღმოაჩენ სისტემატიურად ერთი-ვერე რაღაცა ბევრი რაღაცა საშუალებას გაძლევს და ჩემთვის რავი ძალიან სხვა ეს ნიშნავს შენთვის ველოსიპედი. მოდი ძალიან რთული შეკითხვაა, ყველაზე რთული შეკითხვაა, რაც კი შეიძლება რომ ჩემთვის უპასუხო ესე რო ვთქვათ რა. არ მაქვს ერთი სიტყვა, არ მაქვს ერთი წინადადება, იმიტომ რომ არის ძალიან ცხოვრება ჩემთვის ველოსიპედი რა, ესე მარტო შენთვის რა საერთოდ ველოსიპედი? ჩემთვის არის ჩემი იდენტობის ნაწილი. და სხვათა შორის ამ ყველაფერში დავწმუნდი გერმანიაში ისევ, როდესაც რამოდენიმე წლის წინ მეორეჯერ დაბრუნდი საცხოვრებლად, იქ სხვათა შორის როგორც კი ჩავედი, ესეთი მზიანი ამბები არ დამხვდა, ვერიკო, რამაც ძალიან იმოქმედა და აი როგორც კი მოგაკლდება ის, რაც შენი ცხოვრების ნაწილია, მერე უფრო იაზრებ თუ როგორი ძვირფასია შენთვის. და ყოველთვის ვიცოდი რომ ძალიან მიყვარდა ველოსიპედი, თუმცა გერმანიაში კიდევ უფრო მეტად დავაფასე, რო არ დაგიმალო. რამდენი ხანი ცხოვრობდი გერმანიაში? ანუ სულ ცხოვრობდი დაახლოებით 6 წელიწად-ნახევარი 7 წლამდე. ოღონდ ეს იცი როგორი იყო, როდესაც ჩავედი სასწავლებლად, რამოდენიმე წელი ვისწავლე, მაგისტრატურა იქ დავამთავრე და მე ჩამოვედი საქართველოში. ისევ აქ ცხოვრობდი შემდეგ რამოდენიმე წელი და აი ბოლოს 3 წლის წინ დავბრუნდი, უკვე 3 წელი გახდება მალე. გჯერა ვერიკო, ისე გარბის დრო. ძალიან. მახსოვს რომ ჩვენც უნდა შევხვედროდით. ერთმანეთს შევხვედრეთ, მაგრამ არ გამოვიდა. უამინდების გამო არ გამოვიდა, რაღაც წინდა. ხო, ნუ რა შეიძლება. რა მაინტერესებს? ხო. გერმანია ყველამ ვიცით, რომ
არის რაღაცა ველოსიპედთან დაკავშირებით, ნუ ყველაზე დიდი ქვეყანა, სადაც განვითარებულია ყველაფერი, არის რაღაცა ტოპ გზები და ასე შემდეგ. შენთვის როგორც აი ველომოყვარულისთვის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და იცი საქაურო სიტუაცია და იცი იქაური სიტუაციები. რა იყო ყველაზე მიმზიდველი, რა ქონდა გერმანიას, რა აქვს გერმანიას ინფრასტრუქტურის კუთხიდან, აი ველო განვითარების კუთხით. მოდი განსხვავებებზე დავიწყებ ლაპარაკს. როგორც კი ჩავიდი გერმანიაში 3 წლის წინ, ჩავიყვანე ჩემი ველოსიპედი. და რა მოხდა? წარმოიდგინე ჩავედი და მგონია რომ ველოსიპედის ასაწყობად მივა სახელოსნოში და ახლა ნუ მოგეხსენება რომ გერმანიაში ესე ვერ მიხვალ თუ დაჯავშნილი წინასწარ არ გაქვს შეხვედრა იქ იმებთან ყველასთან ესე არის მაგრამ არ ვიცოდი ვერ იყო თუ ველოსახელოსნოებსაც შეეხებოდა ეს თემატიკა და როდესაც მივედი მითხრეს რომ უკაცრავად მაგრამ მთელი 6 თვე დაჯავშნილი გვაქვს ტერმინები 6 თვე? კი და მე მჭირდა სრული შოკი იმიტომ რომ წარმოიდგინე ველოსიპედის აწყობა მაშინ გამოდის რომ ჩემ თავზე უნდა ამეღო ეს ამხელა პასუხისგებლობა და მე ვფიქრობ რომ ყველამ უნდა აკეთოს თავისი საყვარელი საქმე რაშიც აბსოლუტურად კომპეტენტურია და ერკვევა და ეხლა ეს არის უსაფრთხოება გადაადგილებითაც და მე ნამდვილად ვერ ავაწყობდი ველოსიპედს და ეს რომ მითხრეს მივხვდი რომ მორჩანა დამთავრდა რომ სახელოსნოში ნებისმიერ დროს მიხვალ ნებისმიერ სახელოსნოში თან აქ ყველა მიცნობდა არავითარი წინასწარ ჩაწერა არ მჭირდებოდა და ჩავედი და სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდები. წარმოიდგინე. ანუ კი. რა ქენი მე? სხვათა შორის გამოსავალი მოიძებნა, რომ ერთ-ერთ პატარა სახელოსნოში, როდესაც მივედი, იქ ნაცნობით ესე გადაურეკეს და ერთ გოგოს ძალიან ჭირდება დაახმარება და ამ დროს აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ადრე მუშაობდა იმ სახელოსნოში, იქვე ცხოვრობდა და დაანება თავი მუშაობას და ეხლა სხვა პროფესია, შეიცვალა პროფესია და ის ადამიანი ძალიან დამეხმარა, მანქანითაც კი მოვიდა ჩემს სახლთან წარმოიდგინე. ოღონდ ეს ველოსიპედი წაიყვანა ასაწყობად. მე ვერ ვნახე მთელი ეს აწყობის პროცესი, რა თქმა უნდა. ნუ ძალიან უსაფრთხო იყო ეს ყველაფერი თავისთავად, მაგრამ როგორ ააწყო, ეს არაფერი არ ვიცი. ესე გამახსენდა, კილში ვიყავი და ეხლა ვათვალიერებ რა სხვადასხვა ველო მაღაზიას და შევედი და გერმანული არ ვიცი, ანუ ვერ ხვდები საერთოდ რაღაცები რა წერია და იქით ხარ დავინახე რა შეიძლება სახელოსნოარი მექნება, მოდი ნახავ თქო და ესე მივდივარ, შევაბიჯე და ვიღაცა გადმომიხდა გერმანელი და მე ვერება რომ არ შეხვიდე მეთქი ბოდიში, მეთქი რატო თქო და აი სადღაც ესე იქ რაღაცების მიღმა ყავდათ სახელოსნოზე რომ არც შემაჭყიტეს საერთოდ რომ ენახა როგორი მოწყობა რა ხდება როგორ ხდება რა კი ეს რაღაც ძალიან კონფიდენციალური ინფორმაცია და არ შეიძლება რომ ამ პროცესს დაესწრო რატომღაც ესეთი მიდგომა აქვს იქ და ამის ტრადიცია არის რო აწყო ველოსიპედი მე როგორ გამიმთავრდა შენი ხო იცი როგორი მომენტი იყო თავიდან იანვრის თვე იყო როგორც მახსოვს როცა გერმანიაში ჩავედი და ესე იგი მთელი თვე წვიმდა ვერ იყო მთელი იანვარი თებერვალი და ვფიქრობ რომ არასწორ ქალაქში ხომ არ ჩამოვედი ნამდვილად სწორი ქალაქი შევარჩიეთ ხო ფიქრობდი იმიტომ რომ წარმოიდგინე როდესაც წვიმს ცუდი ამინდია რა თქმა უნდა ხა ველოსიპედი არ არის ის ველოსპორტი ზოგადად არ არის ის სპორტი რომ სახში გადაადგილო ველოსიპედი ეს არის ბუნებაში მეგობრებთან ერთად გარეთ რა თქმა უნდა ეს მესმის მაგრამ როდესაც წვიმაში ესეთ უამინდობაში მე პირადად არ მაქვს სურვილი რომ ყოველი დაბრუნების შემდეგ დაბრუნდე ესე დასველებული ჭუჭყიანი ველოსიპედით თან ვიცით გერმანიაში არის როგორ ანუ ეს კი არა ჩვენ თორე წვიმის და მე გადაიღებს და მე აღარ იწევს და მე საღამ არა სუწვიმს იცი რა არის სხვათა შორის მე მგონი ქალაქსაც გააჩნია სადაც აღმოსავლეთ გერმანიაში ვწავლობდი ადრე იქ წვიმდა მე ისო გადაიღებდა მე ისო წვიმდა ისო მზე იყო ძალიან ცვალებადი ამინდი იყო და კონკრეტულად დასავლეთ გერმანიაში თუ წვიმს მაშინ წვიმს გეთანხმები ეს კელში ვიყავი დაახლოებით 15 დღე და 14 დღე წვიმდა. ოღონდ სუწვიმდა, ანუ ქოლგა ვიყიდე. ჰამბურგში, ჯერ ჰამბურგში ვიყავი 2 დღე ამერიკაში და არა, რა თვითონ მეთქი არ ვიცი, რატო და ვიცი, ანუ სასწავლოში ყველგან ესე ბევრი ქოლგები იყო, ჯერ გამიკვირდა მეთქი, რატო ამდენი ქოლგები არა საქართველოში არ შეხვედრია საერთოდ და მე კიდე ვიყიდე ქოლგა, იმიტომ რომ ძალიან ყოველ დღე ვჭირდებოდა აბსოლუტურად, ანუ ძალიან და როგორი მოქმედა შენს განწყობაზე, ეხა გითხარი ვერიკო. საშინლად. სადღაც 10 დღის მერე ყველას ოღონდ დაახლოებით არის 10 კაცი ვიყავთ მე ახლობი და ყველას გვინდა და უკვე საქართველოში დაბრუნება რა. სულ ქართველები იყავით ჩასულები ხო? ქართველები ვიყავით კი, იმიტომ რომ არ ვიცი, ეგეთ მეღრუბლამიჩი როგორ შეიძლება გაძლო, ვერ ხვდები და ძალიან მესმის შენი რომ კი, ნამდვილად ძალიან მოქმედეს, იმიტომ რომ ზედმეტად გადაწყვეტილი ცხოვრების წესი გაქვს, გრაფიკი და ამ ყველაფერს უამინდობაც რომ ემატება, შენ იმ ხელა დისციპლინა უნდა გქონდეს, რომ მოტივირებული ვერ დარჩები ყოველთვის, ასეთი თუნდაც ამინდების გამო და შესაბამისად რაღაცა გეხალისება თუ არ გეხალისება, ამინდის მიუხედავად ყოველთვის ყველაფერი მაინც უნდა აკეთო. ასე რომ აი მე პირადად აი ამ უამინდობის დროსაც დისციპლინა ძალიან მეხმარებოდა. ნუ ხა ველოსიპედით მაინც ვერ გავდიოდი ესეთ
პირამიდებში, მაგრამ ხასიათი და განწყობა რომ შემენარჩუნებინა დისციპლინის გარეშე ფაქტიურად თქვენს ვერ გახვალ, არა მხოლოდ გერმანიაში, საქართველოშიც და ნებისმიერ ქვეყანაში. როგორ ამენეჯმენტები მაგას დისციპლინაში განარჩუნებინა და ეგ რაღაცა мотиваცია. ჩემს თავს ველაპარაკებოდი ძალიან ხშირად. წერდი ასევე დღიურებს, რაც ასევე ფსიქოლოგიური მეთოდია ძალიან კარგი. არ გიცდია ხო? ამ მეთოდს პირველად მიმართე 2016 წელს დაახლოებით და რატომ? მაშინ დავიწყე სხვადასხვა ვიდეოების ყურება ინფლუენსერების იმისათვის რომ საყოველთაო გერმანული მესწავლა. ამ ყველაფერს ვერ ისწავლი წიგნიდან და ამიტომაც აი ამ ვიდეოების ყურებაში შემთხვევით თვითგამვითარების მწვრთნელებსაც მივაგენი, რომლებიც мотиваციაზე, დისციპლინაზე საუბრობდნენ და წარმოიდგინე 2016 წლიდან ესე აქტიურად ჩავერთე შემდეგ აი ამ ყველაფერში და აი ამის შემდეგ ერთ-ერთი ესეთი მეთოდიც აღმოაჩინე, რაზეც ისინი საუბრობდნენ, რომ აუცილებლად დაწერეთ, თქვენი მიზნები იქნება, როგორ გრძნობთ თავს, რა ხდება, შეფასება. საერთოდ აი დღის ბოლოსაც ძალიან ბევრი გერმანელისგან გამიგია, რომ აფასებენ რა გადაწყვეტილება მიიღეს, რა მოხდა იმ დღეს რის გამოც მადლიერები არიან. მადლიერებაზე ხო? ხო? აი ეს მეთოდი მართლა ძალიან დამეხმარა, რომ ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოსულიყავი თქვა, როდესაც აი სამაგისტროს დაწერა ძალიან მიჭირდა მაგალითად და აი გერმანიაში ესე წერდი ხოლმე ხანდახან დღიურებს თუ ამის დრო იყო. რა თქმა უნდა. ყოველთვის ამის დრო არ გქონდა. ასევე აი თვითგამვითარების მწვრთნელების ვიდეოებს უყურე ძალიან ხშირად ინგლისურენოვანს, ასევე გერმანულენოვანს და ვფიქრობ, რომ ძალიან დამეხმარნე და ასევე მქონდა ესე პოზიტიური ადამიანთან ურთიერთობა. ეგ ვერსია ძალიან რაღაცა გედება შეცდომაზე, მე შეცდომაზე სხვანაირად ვდგები მაგ ყველაფერს. კი, ნამდვილად. დისციპლინა, აი ჩვენ ვთქვით ველოსიპედში ხა სხვა სტუმრებთან და მეგობრებთან ძალიან ვისაუბრია, რომ აი შენ თუ გინდა რომ ივარჯიშო და რაღაცა შედეგი დადო, დისციპლინის გარეშე არაფერი არ გამოვა. თუმცა გარდა ამისა, გერმანიაში აი ველოსიპედის მხრივ როგორ დადიოდი, სადადიოდი, რა ინფრასტრუქტურა? თავიდან დავიწყე მარტო სიარული ვერ იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჯერ არავის არ ვიცნობდი, თუმცა ძალიან მალე აღმოაჩინე ჩვენთან როგორც კავკასიის ველოქსელი, მსგავსი გაერთიანება იქაც დორტმუნდშიც ჰქონდათ და გავიცანი ეს ადამიანები, რომთან ერთადაც გვერდით ქალაქში წავედით ველოსიპედის ფესტივალზე. წარმოიდგინე. და აი ესე ნელ-ნელა ესე ჩავერთე, იმიტომ რომ როდესაც შენ არ იცი თუ საერთოდ რამხელა ქალაქია გეოგრაფიულადაც უნდა შემესწავლო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ქალაქია სხვადასხვა და შესაბამისად არ ვიცნობდი ჯერ ქალაქს და ამ ადამიანებთან ერთად გავბედე, ესე სიარულები და მათთან ერთად წავედი პირველად აი ესეთ ფესტივალზე, სადაც შეფასდა ერთ-ერთი საუკეთესო ფილმიც გვაჩვენეს, რომელსაც ბოლოს გაიმარჯვა, იყო ჯილდოების გადაცემა, ძალიან საინტერესო იყო. მსგავსი აქტივობები ხშირია, ან მსგავსი ხომისები. იცი რა შეასაქმე, მე გამოგიტყდები ვერ იყო, რომ შეიძლება ხშირია, უბრალოდ მე პირადად ვერ ვახერხებდი ხოლმე ამ ყველაფერში ჩართვას, იმიტომ რომ მე გერმანიაში ცხოვრებისას ნამდვილად მაქსიმალურად აწყობილი ვიყავი იმაზე, რომ ჩემი კარიერა ამეწყო და საკუთარი თავი მეპოვნა გერმანიაში და ამის ბედნიერება მომცა კიდეც გერმანიამ ვერ იყო. ყოველთვის ვეცნობდი, რომ ყოფილიყავი ლექტორი. სამწუხაროდ ლექტორობა არ ფასდება საქართველოში, როგორც მაგეხსენება და გერმანიაში შენ სტატუსიც გაქვს, ეს ანაზღაურებაშიც გამოიხატება, სტუდენტებისგანაც ძალიან ბევრი კარგი ფიდბექი მოდის და შესაბამისად ჩემი თავი ნამდვილად ვიპოვნე და ყველა იმოცნების რეალიზება მოვახდინე გერმანიაში. ამისათვის ძალიან მადლიერი ვიქნები ყოველთვის იმ ქვეყნის, მიუხედავად იმისა, რომ ამინდები შეიძლება არ მეწყობდა ხელს, მაგრამ გერმანელებს აქვთ ესეთი გამოთქმა, ყველაფერი ვერ გექნება ცხოვრებაშიო. ხო, რაღაცას მაინც გიწევს უარის თქმა. ხო, ეგ საინტერესო კი. ხო, ნუ არა მხოლოდ ამინზე, არამედ ასევე მშობლებთან, მეგობრებთან ერთად ყოფნა ამის ბედნიერება, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ იქ არ გქონდა, მაგრამ პრიორიტეტების ამბავია, იცი? კი, ზუსტად ეგ თქვი ხა, რომ აი მართლა პრიორიტეტების ამბავია, რომ მაგალითად მე თუ მინდა რომ აი ხა თქვა ცოცვა თუ მაინტერესებს, ცოცვაზე ვერ წავალ და ვერ დახარჯავ იქ დროს, იმის გამო რომ ანუ დრო არ მაქვს და მირჩენია რომ თქვა ის დრო დავხარჯო ესე ველოსიპედზე და ველოტურში, ველოვიდეოების გადაღებაში და ასე შემდეგ რა. მე მაინტერესებს რატომ დაბრუნდე საქართველოში, იმიტომ რომ ესეთი გერმანია, ჩემსაც სხვათა შორის გერმანია ერთ-ერთი ძალიან მიმზიდველი ქვეყანა იყო, მაგრამ რო ჩამოვედი, მაგრამ მოხდა რომ გერმანიაში ვერ ვიცხოვრებდი რა. აი ამინდების გამო ზუსტად. ანუ რო ჩამოვედი და აქ დავინახე თან მაგ პერიოდში ოქტომბერი იყო და რო ჩამოვედი დავინახე რა იყო მზიანი, თბილი და მეთქი, საქართველოს ყველაზე მეტად მიყვარს რა, აი რავი. და ძართული აქედან წასვლა ისე მგონი. სხვათა შორის ვერ იყო ერთ-ერთ შვებულებაზე, მე მგონი წინის წინა შვებულება იყო, როგორც მახსოვს, რომ ჩამოვედი
მზე დამხვდა, რომელიც შემეგება და მახსოვს, რომ ვიჯექი ტაქსში, თბილისის აეროპორტიდან ბრუნდებოდი სახლში და ვიჯექი უბრალოდ გაშტარებოდი და ვუყურებდი მზეს, რომ ჩემთვის ეს იმდენად აღარ იყო თავისთავადი ფაქტი. წარმოიდგინე, აქ მცხოვრები ადამიანისთვის ის რომ მზე ანათებს, ცისფერცას ხედავენ, არა მხოლოდ მზე, რა თქმა უნდა, ცისფერცასაც ვერ ხედავდით, იქ ჩვეულებრივად და ძალიან დიდი დისკომფორტია მართლა, რომ მზეს ვერ ხედავ. თუმცა, წარმოიდგინე, ხა ესეთი რაღაც ვერ იყო. ამიდები გერმანიაში არ გაქვს, მაგრამ კარიერულად იპონე შენი ადგილი. ჩემს ადგილზე მაინტერესებს მოგინდებოდა თუ არა ჩამოსვლა. აუ ძალიან რთული კითხვა ალბათ ხო, რა იქნებოდა? ძალიან რთული კითხვა, მაგრამ მე ბევრ ქვეყანაში არ ვანაყოფი, მაგრამ დიდ ქვეყნებში ვანაყოფი, მაგალითად გერმანიაში ვანაყოფი, ამერიკაში ვანაყოფი და ესტონეთში ვანაყოფი და თითოეულთან რომ ჩამოვედი, სულ იმას ვფიქრობ, რომ საქართველო ძალიან მიყვარს რა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, ძალიან სიტუაცია რაღაც ხრი არეულია, ესა, მაინც მგონია რომ აი საქართველოდან არ მინდა რომ წავიდე რა, მინდა რომ პირიქით ეს საქმე გავაკეთო, რასაც ვაკეთებ და ამ ხრივ ჩავდა ჩემი ენერგია და ისევ საქართველოზე მოვერგო, თუმცა ახლა თუ მაიძულეს რომ წავიდე, მომიწევს, მაგრამ აი ესე რომ დავრჩე კარიერის გამო არ ვიცი. ხო, ძალიან რთულია მართლა. და მეც მივედი მაგ დასკვნამდე სხვათა შორის რომ კი გერმანია მომცა ყველაფერი ასეც ვოცნებობდი და იცი რა დავასკვნი ვერ იყო წარმოიდგინე მე არ მხოლოდ იქ ლექციებს ვატარებდი არამედ გერმანიის მოქალაქეობის გამოსის ჩაბარებაშიც ვახმარებოდი ადამიანებს ეს იყო ჩვეულებრივი ცალკე კურსი გერმანიის ისტორიის შესახებ და პოლიტიკის შესახებ სხვათა შორის გაქვს გერმანიის მოქალაქეობა თუ მე გერმანული ფილოლოგია დავამთავრე აქ და შემდეგ იქაც უკვე შედარებით უფრო პრაქტიკული კუთხით როგორ უნდა ჩავატაროთ გაკვეთილები დაგვეგნოთ როგორ ვასწავლოთ უცხოელებს გერმანული სწორედ აი ეს დავამთავრე და აქედან გამომდინარე, არ მხოლოდ გერმანულ ლექციებს ვატარებდი გერმანული ენის და გამოცდების ჩაბარებაში ვეხმარებოდი უამრავ ადამიანს, არამედ პოლიტიკის და ისტორიის კურსაც ვატარებდი, რომელიც დაახლოებით 3 თვე გრძელდებოდა და შემდეგ თავდებოდა გამოცდით ტესტით, რომელსაც ქვია ცხოვრება გერმანიაში. ვაუ. ხო. და იქ უკვე რაღაც 33 კითხვას უნდა გასცენ პასუხი და ასე შემდეგ რა ქვია პრეზიდენტს და ანუ არა მარტო ეს კითხვა, ძალიან ბევრი სხვა კითხვაც, მაგრამ იცი რა გამოდის ვერ იყო, ჩემი ძალიან ბევრი სტუდენტი თუ მოსწავლე, იქ უნდა დამკვიდრებულიყო. სტუდენტის შემთხვევაში ერაზმუსის პროგრამით ჩამოსულები იყვნენ და ალბათ 1-2 სემესტრი დარჩებოდნენ, მაგრამ უმეტესად ვასწავლდი ძალიან ბევრ უკრაინელს, რომლებიც ომის გამო ძალიან ბევრი ნებაყოფლობით, ძალიან ბევრი იძულებით ჩავიდა ფაქტობრივად გერმანიაში საცხოვრებლად და ოჯახებით, რა თქმა უნდა. ესე იგი, ეს ადამიანები უკვე მათ არავითარი მომავალი აღარ ჰქონდათ და ამიტომ უკვე აპირებდნენ გერმანიაში დარჩენას. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ინტეგრაციაშიც ვეხმარებოდი. ძალიან ბევრ პრობლემაზე ვსაუბრობდით ხოლმე გაკვეთილზე, თუ რა პრობლემის წინაშე შეიძლება გერმანიაში ცხოვრების დროს დაადგნენ და წარმოიდგინე ესე ვუყვებოდი ხოლმე რაღაც პრობლემას, თუნდაც ჩემი საკუთარი ცხოვრებიდან და იპონეთ გამოსავალი. იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ერთად საუბრობდით და შესაბამისად მინდოდა გამეგო რამდენად ამ ადამიანებს შევაგნებინე, როგორ შეიძლება პრობლემა მოაგვარონ. იმიტომ რომ სირთულების გარეშე მე ვფიქრობ, რომ ფაქტიურად შეუძლებელი იქ ცხოვრება. ბიუროკრატიად არც თუ ისე მარტივად არის, ყველაფერზე ლოდინი გიწევს, რაღაც განაცხადს გააგზავნი, 6 თვეში იქნება პასუხი. აქედან გამომდინარე, არ არის მარტივი ნამდვილად ესე მომეძა ჟღერს რომ ვიღაცა ცხოვრობს ევროპაში, გერმანიაში, მაგრამ და ძალიან ბევრ ამას ფოტოსაც შეიძლება მეც ვდები სხვა ადამიანის Facebook-ზე, მაგრამ იმ ფოტოების მიღმა ისეთი შრომა, ნერვები, მოთმინება, გამძლეობა, დისციპლინა, იმდენი რაღაც არის იმ დადებული ფოტოების მიღმა ვერ იყო, რომ სოციალურ ქსელზე ამაზე ძალიან იშვიათად საუბრობთ ხოლმე და ამიტომაც ადამიანებს ექნებათ ილუზია, რომ ვინც თქვა ევროპაში ცხოვრობს, ყველაფერი იდეალურად არის. სინამდვილეში რა სირთულეებს გადიან იქ ადამიანები, ეხლა იცი რა არის სხვათა შორის ძალიან ბევრი ვინც თქვა არ საუბრობდა გერმანულად თავიდან. წარმოიდგინე, ჩადიხარ უცხო ქვეყანაში, არ იციან გერმანული, უნდა დაიმკვიდრონ თავი, ეს კიდევ უფრო რთულია. და ეხლა ჩემს შემთხვევაში მე ბავშვობიდან ვსწავლობდი ამ ენას და აქედან გამომდინარე, მაინც არ იყო მარტივი აი მგზის გავლა. ყველაზე უცნაური ეგ არის, რომ წამოგინე შენცი ისტორია, იცი და ეხმარები სხვებს როგორ უნდა იცხრონ გერმანიაში, მაგრამ აი მაინც რო ხდები, რომ ძალიან რთულია და შენი არ არის. შენი არ არის იმ ხრივ, რომ ვერ პოულობ ისე სრულყოფილად ხავს და რაღაცა გიშლის ხელს რა, ანუ ძალიან ცეთია. და იცი, ძალიან ბევრი სტუდენტის დარცაც ვისმენდი, რომ არ დაგიმალო, როდესაც მშვენიერ დღეს ჩავთვალე საჭიროდ, რომ სტუდენტებისთვის ცალკე შეხვედრა უნდა მომეწყო ერაზმუსის პროგრამით ჩამოსული სტუდენტებისთვის და შევიკრიბეთ იტალიიდან, საფრანგეთიდან, ფინეთიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, ტექნიკური უნივერსიტეტი იყო დორტმუნდი, სადაც ვასწავლიდე და აქ გქონდა შეხვედრა და ვისაუბრეთ თქვენი პირველი დღე გერმანიაში, აი ამ პირველ დღეზე და ზოგადად გერმანიაში არსებულ პრობლემებზე
ჩემზე, შეადარის თავიანთ სამშობლოს და ნამდვილად მივხვდი ვერიკო, რომ იქ მარტო მე არ უნდა ყოფილიყო. ჩემი კარიერის აწყობა, ჩემი განათლების მიღება, სტუდენტობის დროს საკუთარ თავზე ვიყავი ორიენტირებული, ხვდები და იქ ცხოვრებისას, შენ როდესაც ხედავ, რომ ამ ადამიანებს არ ეადვილებათ ამ ინტეგრაციის გზა და მე გავიარე ეს ინტეგრაციის გზა. შესაბამისად, მე შემიძლია, რომ საკუთარი გამოცდილებიდან, ან თუნდაც ჩემი სამეგობროს გამოცდილებიდან გამეზიარებინა ეს ჩვენი გამოცდილება იმ ადამიანებისთვის, რომ მათი ცხოვრება შემემსუბუქებინა. ვერიკო, ხვდები? წარმოიდგინე, შენ მასში ხარ კარგი ლექტორი და მასწავლებელი, როდესაც შედიხარ საკლასო ოთახში თუ აუდიტორიაში და ეგრევე უნდა იგრძნო, როგორ არიან ის ადამიანები, იმ დროს როგორ გრძნობენ თავს. ეხლა ცრემლები არავის არ მოადგება შუა ლექციაზე, მაგრამ აი საუკეთესო მასწავლებელი სწორედ იმაშიც გამოიხატება, რომ შენ გრძნობდე, იქნებ იმ ადამიანს რაღაცა უჭირს და შენ თუ ამას გრძნობ, იგი იმ წუთას შეიძლება გერმანულის გრამატიკის ჩატარება უფრო ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს და სხვა კუთხიდან მოუვარო, რომ საერთოდ ხასიათზე მოიყვანო ეს ხალხი და მერე დაუწყო გერმანულის სწავლება, ხვდები? დაახტულია. ფსიქოლოგიც გინდა რომ იყო და პლუს რაღაცა მასწავლებელისა და ეგეც არის. სხვათა შორის, ეხლა ხუმრობით ვამბობ, მაგრამ მყავდა ასევე ძალიან ბევრი ჯგუფი, სადაც 18 წლის მოსწავლეებიც მყავდნენ. ეს იშვიათად ძირითადად უფრო ჩემზე ასაკოვან ადამიანებთან შევდიოდი და ნუ სტუდენტები თავისთავად ჩემზე ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ აი 17-16 წლის მოსწავლეებთანაც რომ შევსულვარ, წარმოიდგინე რომ მქონდა შეგრძნება, მიუხედავად იმისა, რომ მე დედა არ ვარ, არავის თქვა, ხო? მე მაინც ვიყავი მათთვის დედაც, მასწავლებელიც, მჩეველიც, მოტივატორიც. ყველაფერი ერთად. ხვდები და აი როდესაც უკვე დავინახე, მოდი შენ კითხვას დაუბრუნდეთ ვერიკო. რატო ჩამოვედი საქართველოში? შევხედე, რომ გერმანიაში ძალიან ბევრი ადამიანს დავეხმარე ინტეგრაციაში. თუნდაც мотивация მივეცი, სულ სხვა ხალისი გაუჩნდათ და სიყვარული გაუჩნდა და პატივისცემა რაც მთავარია იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც არჩენს და აჭმევს, წარმოიდგინე. და ამ ყველაფრის შემდეგ მივხვდი, რომ მე ამდენ ადამიანს ვეხმარები სხვადასხვა ეროვნების. უკრაინელს, თურქს, ჩინელს, ფინელს, იტალიელს, ფრანგს, ნებისმიერი ეროვნების, არაბს და ასე შემდეგ და უცებ ჩემ თავს კითხე, რას ვაკეთებ საქართველოსთვის? კესმის ქართველებისთვის მე რას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის? იქ ქართველი სტუდენტი ერთიც არ მახსენდება. შეიძლება ერთი მყავდა რომელიც საქართველოში დაბადებული იყო, თუმცა ის ქართველი არ იყო ბერძენი მაინც და აქედან გამომდინარე მივხვდი რომ ყველა ეროვნების ადამიანისთვის რაღაცას ვაკეთებ და იქნებ ჩემი ქვეყნისთვისაც შემიძლია რომ რაღაცა გავაკეთო. შენ ხო შეგაქვს წვლილი, ვერიკო. შენ საყვარელი საქმიანობა გაქვს, რამდენ ადამიანს ეხმარები, როგორც ვიცი, ველოსიპედის გაკვეთილებსაც უწარებ, ხო ესეა. ნიშნავს რომ შენ შენი ქვეყნისთვის რაღაცას აკეთებ და მე მივხვდი რომ იქ ცხოვრებისას მხოლოდ ჩემი საკუთარი თავისთვის, ჩემი კარიერისთვის ისე მე და იცი რაში იყო საქმე ვერიკო, სრულ ბედნიერებას მაშინ მივაღწიე და შემდგარობის გზნობა მქონდა. ძალიან როდესაც მივხვდი რომ მარტო საკუთარ თავზე არ უნდა იყო კონცენტრირებული, სხვა ადამიანებს როდესაც დაეხმარები, ამან მომიტანა უდიდესი ბედნიერება. ხვდები, როდესაც ხვდებოდი რომ ეს ბავშვები არა მხოლოდ თქვა სწავლობდნენ, არამედ უკვე შვებულებაშიც ერთად მიდიოდნენ თავიანთ მშობლებთან ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ აი ესე იკვრებოდა გუნდები, სულ ძალიან კარგი ფიდბექი მოდიოდა, იმიტომ რომ მეც მაქსიმალურად ჩემს მაქსიმუმს ვდებდი და იცი რა შესაქმე ვერიკო, დავინახე რომ ამ ადამიანებმა ეს დაინახეს, რომ მე მათი დახმარება მინდოდა და მათი ცხოვრების შემსუბუქება და ამან მე საოცრად დიდი ბედნიერება მომიტანა. მაგარი როცა სხვა სახმარები შენ რაღაცა ივსება, ეგ დახმარების მომენტი არის, რავი, აი ხა ჩემთვის მაგალითად რო ვასწავლე ველოსიპედის მართვას, არ ვიცი რა არის ის, რას ივსება ჩემში, იმიტომ რომ არის ფინებს. მხოლოდ მაგას ხურცობ, რაღაცას გრძნობ, რომ ძალიან გიხარია, ოღონდ ვერ ხვდები რომ აი რატო გიხარია, რა შეგრძნება, სვაგის ახალს ვერ ვარ, არ არის ეს ენდორფინები, მხოლოდ არის რაღაცა სხვის ცხოვრებაში წვლილი შეგაქვს, რომ რაღაცა შეეხმარები რა, რაღაცა ჩემთვისაც ძალიან სხვანაირი გრძნობა. საქართველოში რა გინდა რომ გააკეთო, რა გინდა რომ მოვუტანო ქართველებს ესე რომ იცი არის ვერიკო, როდესაც ეს დავინახე რომ ზოგადად მომეცა ცხოვრებაში იმის შესაძლებლობა რომ ამდენ ადამიანს დავხმარებოდი, ეს არ არის თავისთავადი ფაქტი, ჩემი აზრით. თან იცი რა არის, მე ვფიქრობ რომ ყველა ადამიანმა უნდა იბრძოლოს მაქსიმალურად იმისათვის, რომ რაღაც თავისას მიაგნოს ცხოვრებაში. პროფესიული კუთხით თუ ნებისმიერი, ხო? ანუ ძალიან კარგად იცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს მიყვება ცხოვრების დინებას და მე სხვათა შორის ბავშვობიდანვე და განსაკუთრებით სკოლის პერიოდიდან და სტუდენტობიდან მოყოლებული
ყოველთვის ვცდილობდი რომ რაღაცა ჩემისთვის მიმეგნო და ეს ჩემი არის ის რომ საგანმანათლებლო სფეროში ყოფილიყავი ადამიანების განათლებაში შემეტანა წვლილი მათ დავხმარებოდი და შემდეგ გადავწყვეტა ესეთი რამ რომ აქ დაბრუნებისას მინდოდა რომ აი ეს ჩემი სფერო გამეგზელებინა საქართველოში ზოგადად არ მიყვარს როდესაც გეგმებზე წინასწარ საუბრობენ ხოლმე იმიტომ რომ ძალიან ბევრი იდეით ჩამოვედი რამოდენიმე წლის წინაც გერმანიიდან ახლაც და უბრალოდ არ ვიცი რამდენად მოვახერხებ ამ ყველა იდეის განხორციელებას რომ არ დაგიმალო იმიტომ რომ ყვავილი რაცა უნდა ესე იზრდებოდეს მას უნდა ქონდეს გარემოებები ამინდი ხელს უნდა უწყობდეს მიწა უნდა იყოს განაყოფიერებული შესაბამისად ყველა ფაქტორი უნდა ასევე გეხმარებოდეს შენს მარტო შენ რომ იბრძოლო აი ამ ყველა იდეის რეალიზება შეიძლება მაინც ვერ მოხდეს ხვდები და ამიტომ არ ვიცი რამდენად მოხერხდება ამ ყოველთვის რეალიზება და ძალიან დიდი იმედი მაქვს თუმცა ნახოთ მოვლენები როგორ გამვითარდება ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან ფერადი გოგო ხარ ძალიან აი მე მახსოვს არ ვიცი 3 წელი წინ შეჯიბრი რო ქონდა როგორი ენთუზიაზმით აკეთებდი მასაც აკეთებდი როგორი დისციპლინით როგორი სურვილით გახსოვს ეს ყველაფერი მახსოვს მაგ პერიოდში როდის არ მყავდა თუ არსებობ რომელზე გულისხმობ ძე კლინო არენაში რო იყო შეჯიბრი და აი მაგ დროს მივხვდი რომ მეთქი აი ანა იმსახურებს გამარჯვებას ძალიან მიხარია რომ გაიმარჯვე მაგ დღეს მართლა გულწრფად გონები მაგას და აი მანამდეც ერთიაჯერ კუსპაზე რო შეგხვდი საარჯიშოდ აი მაგ დროს მივხვდი რომ რა მაგარია როცა ადამიანს რაღაცა უნდა და მაგაზე შრომობს. აი მაგ დროს ფიქრობ ხოლმე რომ ყველა ადამიანს უსურვებ რომ მიაღწიოს იმ წარმატებას და მჯერა ხოლმე დარწმუნებული რომ მიაღწიოს მაგ წარმატებას რა. ხო და რავი ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ მართლა ძალიან დიდი მადლობა ვერიკო. ასევე და სხვადასხვა ძალიან ვაფასებ იმას რომ შენს ენთუზიაზმს ესე ხედავენ სხვა ადამიანები ის არ არის თავისთავადი ფაქტი. აი რომ არ დაგიმალო, როდესაც იმ ადამიანებად შემა სტუდენტებმა დაინახეს თუ როგორ მინდოდა მათი დახმარება და მაქსიმუმს ვაკეთებდი, ოღონდ იმის ხარჯზე რომ შეიძლება საკუთარი თავისთვის აღარ სამჩნევ და საღამოობით დრო ამ ყოველფრის ფონს და არც ენერგია, იცი აი ალბათ ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ ვთქვამთ კომპლიმენტი გარეგნობაზე, ჩაცმის სტილზე თუ ასე შემდეგ სასიამოვნოა ამ კომპლიმენტების მოსმენა, მაგრამ როდესაც ვიღაცა შენს ენთუზიაზმს ესე გიფასებს, შენ შრომის მოყარეობას, ამ ჩადებულ ენერგიას ასე გიფასებენ და ამის გამოც მადლობას ხშირად მეუბნებოდნენ ხოლმე, მე ვფიქრობ რომ ამაზე დიდი კომპლიმენტი ალბათ ვერაფერი ვერ იქნება, რასაც არა კომპლიმენტები ყველა შეუძლია მაინც რომ გააგრძელოს და თქვენ, თუმცა აი გარეგნობაც და ის ჩაცმის სტილის ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი ჩვენი დამსახურება არ არის და ჩვენი დამსახურება არის ის, რასაც სხვა ადამიანისთვის გავაკეთებთ და როდესაც უკვე ჩემი სტუდენტები ამას ხედავდნენ, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ნამდვილად. მესმის. მადლობა. მაგების გაზიარებისთვის ძალიან საინტერესოა მართლა გენოცხება რაღაცა სხვა რაღაცა სტილი. მნიშვნელოვანია შენთვის და ძალიან იგრძნობა შენთან ისეთი თვალებს ციცივით ლაპარაკობ ხოლმე ყველაფერზე რომ გეტყობა როგორ გიყვარს და რამხელა ენერგია მაგაში ჩადებული. რო დავუბრუნდეთ ჩვენს ძვირფას ვერსიას. ამას მე კარგად კიდე განახევთ, ეხლა არ გამოვიყვან რომ არ წაიქცეს. მომიყევი შენს ველოსიპედზე 1-2 სიტყვა. იცი რა საერთოდ რატო იყო და შავი კენიონი ყავდა მანამდეც როგორც მახსოვს. იქაც კენიონი ყავდა კი შავი. ხოთაშორის ეს იყო შავი კენიონი, რომელსაც ყვითლად ეწერა კენიონის ბრენდი და იმ ქალაქშიც ცხოვრობდი დორტმუნდში. ეს ბორუსია დორტმუნდის საფეხბურთო ჯგუფი იყო ძალიან ცნობილი, რომელიც პირველი თურე ნომერ მეორეა მთელს გერმანიაში, ფაქტიურად მიუნხენის შემდეგ. ძალიან ძლიერი მოთამაშეები ყავთ სხვათა შორის და ზუსტად მათი ფერებია შავი ყვითელში. რაღაცა ის აქვს ხო შინაარსი აქვს ამ ფერში ჩადებული. ვიღაცებს ეგონათ მგონი რომ ჩავედი დორტმუნდში. სპეციალურად შევუკვეთ ალბათ. ბორუსია დორტმუნდის ფერებში ველოსიპედია. არა, ვერი ვიცი როგორ რაღაც იყო. თავიდან როგორც გითხარი, მარტო დავიწყე სიარულები, შემდეგ გავიცანი სხვა ადამიანი და უკვე იყო გარკვეული ტერიტორია, სადაც ყველა ველო მოყვარული ვარჯიშობდა, იმიტომ რომ იქ ძალიან ცოტა მანქანა დადიოდა, თითქმის არც გადაადგილდებოდნენ. ყოფილი ქარხნის ტერიტორია იყო და იქ დავდიოდი ყოველთვის სავარჯიშოდ. ჩვენ ველო მოყვარულებს ჰქონდა სული სიმშვიდე. არავითარი მანქანა, არავინ არ გვაწუხებდა და იქ ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავდი, როგორ ვარჯიშობდნენ. ძალიან ბევრს აი ესეთი ჰაი კლასის ველოსიპედი ყავდა და ამ ყველაფრის შემდეგ რა თქმა უნდა ჯერ მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მგონი ესეთ ველოსიპედზე, მას შემდეგ რაც ჩავერთი ამ ყველაფერში, თუმცა აი გერმანიაში დორტმუნდში ცხოვრებიდან მოყოლებული განსაკუთრებით მინდოდა რომ ეს ოცნება ამეხდინა, ამ ოცნებით წავედი საერთოდ რომ არ დაგიმალო გერმანიაშიც და ის რომ საერთოდ დღეს ეს ველოსიპედი მყავს არის ძალიან დიდი სასწაული სხვათა შორის და რაღაც ძალიან სიმბოლურია ეს ველოსიპედის ყიდვის ისტორიაც და თუ გინდა გაგიზიარებ. ძალიან დიდი სიამოვნებაა. აი გუში ნახე ვიდეო გერმანელი გოგოსი ვერ მიტან ბიუროკრატია. ესე ყვინოდა როგორც იტო.
ყველგან მე რომ მე ვარ ეგ უნდა დავადასტურო. ონლაინ პირადობა არის საჭირო და პინ კოდი დამავიწყდაო 5 წელს წინ რომ ფურცელი გამომიგზავნოს იმაზე წერია პინ კოდიო და გოგო იყო შოკში და როგორც მე მესმის შენი დავაკომენტარე. რა სიგიჟია რა. იცი როგორ ნერვების ის არის. აი ვერტკე რაღაცა რო გინდა 9 თვის მე რომ მოკვდები მე ექიმთან შეხვალ. რა ვფეთურება რა რატო აკეთებენ მაგას? არ ვიცი. სანამ ისტორიას იტყვი. წყალი ხო გაქვს შენ? აქ რო ჩამისხა. კი, ბოთში, აი, არის მოხსენი. ამოვიღო ჩხოლება თუ გვერდზე. ეგ მომიხსენი. მოკლედ. პირველად ნახე ესეთი ბოთლი. ხო, რაღაც ძალიან აეროდინამიული. თავიდან სხვათა შორის ჩვეულებრივი ბოთლი შევიძინე. და არც დაგვიმონტაჟებია ეგრევე მაღაზიაშივე მირჩიეს რომ ეს შევიძინე რადგან ბარემ აეროდინამიული იყო ესე. ძალიან მაგარია ხო? თან ეს ძალიან მაგარი აქვს მაგნიტზეა და კი. და ესე არ ვარდება მარტივად სხვათა შორის. ესე კი როგორი სიტუაცია? ვერიკო წარმოიდგინე, როგორი მადლიერი ვარ გერმანიის, რომ ჩემი თავი მაპოვნინა, დავიწყებ უფრო შორიდან ამ ისტორიის მოყოლას და ძალიან მადლიერი ვიყავ იმისათვის, რომ ჩემი თავი მაპოვნინა, ჩემი საყვარელი საქმე და პროფესია ვიპონე და ამას მივაგენი და წლები ჭირდება ძალიან ბევრ ადამიანს და მეც ძალიან ბევრი წელი დამჭირდა სხვათა შორის, რომ აი იმ დონემდე ავსულიყავი, მაგრამ როდესაც აი ეს ბედნიერება მოგეცემა ვერიკო, რომ აი როგორც იქნა შენ საყვარელ საქმეს მიაგენი და მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც უნდა საყვარელ საქმეს აკეთებდე, გაქვს მაინც რაღაც მომენტში ზედმეტად გადაღლიობის გამო, გადატვირთული გრაფიკის გამო, მომენტები, როდესაც შეიძლება ძალიან გაგიჭირდეს სამსახურში წასვლაც კი. იცი რაც გულისხმობ, იმ პერიოდში მე მგონი 4 თუ 5 ჯგუფს ვასწავლიდი და ყველას გამოცდების პერიოდი დაემთხვა. უნივერსიტეტში სულ სხვა გამოცდები იყო, რასაც ვატარებდი. ენის ცენტრებში სულ სხვა გამოცდებს ვატარებდი. კი, უნივერსიტეტის გარდა ასევე კერძო სკოლებში ენის ცენტრშიც მუშაობდი, სადაც ინტეგრაციის კურსებზე უკრაინელებს ვასწავლიდი. და აქედან გამომდინარე, ჩემი საყვარელი საქმე მიყვარს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ჰარმონიული, პატივისცემით ახსავსე ურთიერთობა მაქვს ადამიანებთან, თითქოს იდეალურად არის ყველაფერი, მაგრამ როდესაც ყველა ჯგუფს გამოცდებისთვის ამზადებ, ვერიკო, მქონდა მართლა რაღაცა დღეები, მადლობა ღმერთო, ეს ჩემი საყვარელი პროფესია მომეცი, მაგრამ იმდენად გადატვირთული ვიყავი, ვერიკო, რომ იყო დღეები, ჩემს თავს ვაძალებდი, ანა, შენ ეხა მაინც უნდა წახვიდე, ამ ადამიანებს ჭირდება შენი დახმარება, ეს ზედმეტად გადატვირთულობის გამო, როდესაც 4 სხვადასხვა ჯგუფს წარმოიდგინე, ამზადებ გამოცდებისთვის და ეს იმდენად იმოქმედა ამ ყველაფერმა, უკვე მოტივაციაზეც არ ყავდა ბოლო პერიოდში და ამიტომაც აქ უკვე ერთვება დისციპლინა. როდესაც შეიძლება ხალისი არ გქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ შენ საყვარელ საქმეს აკეთებ, არის მაინც ესეთი დღეები, ძალიან ადამიანური, ესე არ არის არეგონოს, რომ აი ჩემი საქმე ვიპონე და მორჩა, ყველაფერი იდეალურად იქნება. არ იქნება ესე. ხვდები და აქედან გამომდინარე, ესე ჩართული ვართ ამ გამოცდების ამბებში და ერთი დღეც არ გვცალია რომ დავკარგოთ და სრულიად შემთხვევით მოდის ჩემამდე ესეთი ინფორმაცია, რომ იმ პერიოდში კარნავალის პერიოდი დაემთხვა, ზამთრის სიცივეები უკვე გასულია და ჩემი დამსაქმებელი ამბობს, რომ კარნავალის გამო თუ გინდა ერთი დღე, ორშაბათი დღე ემთხვეოდა, შეგიძლია რომ თავისუფალ დღეთ აიღო მეუბნება ეს ადამიანი და ეს არის ოფიციალური დასვენების დღე. რადგან ორშაბათი დღე უწევდა, ესე იგი ჩემთვის შაბათი კვირა ორშაბათი დასვენება გამოდიოდა და ზუსტად ამ დროს ვიხელთე დრო და გადავწყვიტა რომ წავსულიყავი სხვა ქალაქში, სადაც კენიონის ერთადერთი მაღაზია უდგა. წარმოიდგინე მთელი გერმანიის მასშტაბით, მხოლოდ ონლაინ შეკვეთები შეუძლია კენიონს განახორციელოს. კენიონში ვიყავი არა და კობლენცში. კობლენცში კობლენციდან არის კენიონი, მართალია. და არა, სხვა მაღაზიაში ვიყავი, მაგრამ იქ რატო ყავდით კენიონები არ ვიცი, არ მახსოვს. ხო, შეიძლება პარტნიორი, კენიონს ძალიან ბევრი პარტნიორი სახელოსნოებთან პარტნიორობს. თურთმუნჯით თითქმის ყველა დიდ ქალაქში ესეთი პარტნიორი სახელოსნოები ყავს. კობლენცში ის არის, ოფიციალური. იქედანაა. კი, და წარმოიდგინე ამისათვის უნდა ჩავსულიყავი სხვა ქალაქში. და გავიქეცი, ეს იყო ჩემი ფაქტიურად ცხოვრების უკანასკნელი შესაძლებლობა, რომ ესე დასვენება დაემთხვა და წარმოიდგინე მთელი გერმანიის მასშტაბით ყველგან კარნავალი ტარდება, ცერემონიალი კოსტუმირებული ხალხი და მე ამ დროს შევიხარ ველოსიპედის მაღაზიაში. აი, აბსოლუტურად ალოგიკური თითქოს. და უბრალოდ იცი როგორი რაღაც არის, ძალიან ხშირად ამბობენ, ჩვენ ქართველებს გვაქვს ეს გამოთქმა, ის მატარებელი ერთხელ ჩამოივლისო და ზუსტად აი ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, რაც აუცილებლად გამომეყენებინა და ესეთი ისტორია, ვერიკო, რომ ჩავედი კვირას, იმიტომ რომ კვირას რა თქმა უნდა დაკეტილია ყველაფერი. წარმოიდგინე, სუპერმარკეტი. სხვებს შეიძლება ეფიქრათ, რომ აი ჩასული იყო შაბათ კვირას, მაგრამ არ არის ეგრე. არა. შაბათ რა თქმა უნდა მუშაობენ, სუპერმარკეტები. მუშაობენ. ხო, ნუ იცი რა არის სუპერმარკეტი და
ბატონო? 3-მდე თუ რაღაც ეგრე ხო, მუშაობ. იცი, აი ოფიციალურად რაღაცის შეძენა თუ გინდა, ორშაბათიდან პარასკევამდე თუ შეიძლება და კვირა საერთოდ დაკეტილია ყველაფერი. წარმოიდგინე, სუპერმარკეტში ვერ შეხვალ, ტანსაცმელს ვერ შეიძენ, მხოლოდ რაღაცა საწყობი სადგურთან შეიძლება ღია იყოს, თორემ მეტი ვერაფერი. ეხლა წარმოიდგინე, ყველას ცალია საქართველოში შაბათ-კვირას. და იქაც ადამიანებს თქვათ, ცალიათ ხოლმე შაბათ-კვირას თქვათ, ხო? არა. ყველაფერი დაკეტილია და ამიტომაც კვირას ჩავედი საღამოს, ყველაფერი გადარაზულია, რომ ქალაქი დამეთვალიერებინა და მქონდა ძალიან სიმბოლური გასვლა ქალაქის დათვალიერებისას, დაემთხვა არაჩვეულებრივი ამინდი, მზის ჩასვლა. ფუიკულერის მაგვარიც კი ქონდათ ქობლენში, ზემოდან რომ მთელს ქალაქს გადმოხედავ და საბაგიროთი შეგიძლია ახვიდე მდინარის გასწვრივ და ხათა თავის 60-ში გიგონებოდა რომ ზიანი ამინდია. კარგი ამინდი დამემთხვა. რა ხდება? და თან ვიცი რომ მეორე დღეს უნდა შევიძინო ჩემი საყვარელი საოცნებო ველოსიპედი ვერ იყო და ეს როგორ შეერჩიეს ველოსიპედი ონლაინ ეძებდი და ონლაინ ვიძებდი და ვიცოდი რომ ცალკეული მოდელები ზომებშიც ჰქონდათ. მე მეგონა რომ ჩემი ზომა იყო ესი. არა, ესი არ არის შენი ზომა. არა? არა, ჩემზე მაღალი ხარ, ემი უნდა იყოს შენი ზომა. ან ელია საერთოდ. ხო და მე ესე მეგონა რომ ესი იყო და რატო იცი? დორტმუნდში გვაქვს ძალიან კარგი ტრასის ველოსიპედის მაღაზია, სადაც გაზომეს ჩემი სხეულის მონაცემები და შესაბამისად დაასკვნეს რომ XS ან S. წარმოიდგინე, შენი პარამეტრების მიხედვით იმ მაღაზიაში ჩარჩო ზომა შემირჩიეს. ეხლა იქ ვერ შევიძენდი, იმიტომ რომ იქ კენიონის მაღაზია არ იყო, არამედ ტრეკის მაღაზია იყო. ის მაღაზიაც ცალკე ისტორია არის, გავაგრძელებთ მე მაგაზე მოყოლას. მაგრამ იმ მაღაზიის მონაცემების მიხედვით ვიცი რომ ან XS ან S. და შესაბამისად საიძე ვნახე რომ S ზომის ველოსიპედები იყო და ფასებიც ეწერა, მოდელებიც ვიცოდი დაახლოებით და დარეკილიც მქონდა ორშაბათ დღეს იმუშავებდნენ თუ არა, იმიტომ რომ ეს იყო დასვენების დღე, გერმანიაში როზენმონტაგს ეძახიან და ყველა მიცის რომ შეიძლება დასვენების დღე იყოს გამოცხადებული, მაგრამ არა, გამიმართლა. მითხრეს რომ ჩვეულებრივად მუშაობ და შეგიძლიათ მობრძანდეთ და წარმოიდგინე ვერ იყო რა ხდება. შევდივარ მაღაზიაში, საერთოდ კენიონის აი ამ შენობასთან რომ მივედი არ მჯერო და რომ ნუ თუ წარმოიდგინე საქართველოსთან ჩასული ვიღაცა ანა კენიონის მაღაზიასთან გავწყინებული თვალები წარმოიდგინე მაღაზიაში შედიხარ არის ჯერ შოურუმი სადაც ჩამსკრივებულია ყველაზე საუკეთესო ველოსიპედები ოღონდ არა გასაყიდეთ არამედ ეს არის ის ველოსიპედები რომლებიც გაიმარჯვეს რომელზეც გაიმარჯვეს ძალიან ცნობილმა სპორტსმენებმა შუქები შენათებული აქვს და თუ შედიხარ უკვე აღარ იცი რომელ ერთ შეხედო იმიტომ რომ ერთი მეორეზე უკეთესი ველოსიპედებია წარმოიდგინე და ესე იგი, საკმაოდ დიდი სივრცე ჰქონდათ, მაღაზიას კაფეც აქვს ასევე, შუშებში ჩასმული ძალიან თანამედროვე დიზაინი და როგორც კი შედიხარ, მაგ ფოტოებს ჩავსვამ ვიდეოში და აუცილებლად. და როგორც კი აქ შედიხარ, უკვე ფოიეში ხვდებიან ადამიანები და უნდა ჩაეწერო შენი სახით, გვარით დარეგისტრირდე და ამ დროს იქვე მდგომი კონსულტანტები, თუ შეიძლება ესე ვუწოდო მათ, მოგაქცევენ ყურადღებას მაქსიმალურად დაგაკვალიანები და მე მიმაკრეს ერთ ადამიანთან. საკას არ დავასახელებ, იმიტომ რომ ძალიან კონფიდენციალურია გერმანიაში ყველაფერი და ეს იყო ადამიანი, რომელიც გულითადად მომესალმა და აბა რაში შემიძლია თქვენი დახმარება. ესე იგი ვერ იყო. ამ ადამიანს დაუწყე საუბარი. ძალიან შორიდან დავიწყეთ, როგორ მიყვარს ველოსიპედი. იცი რა არის, დროში ხარ ძალიან შეზღუდული. გერმანიაში დრო ფასობს, რა თქმა უნდა, დრო ფულია. შესაბამისად, მაქსიმალურად ცაკ ესე უნდა ჩამოუთვალო, რა გინდა, რატო გინდა, რისთვის გინდა, რა ბიუჯეტი გაქვს, რა მოდელი გინდა, ნახვამდის მორჩა. სულ ეს არის. ეხლა ამას რატო ახსენებ? საბოლოო ჯამში იმ მაღაზიაში 5 საათი დავყავით და დაიჭერებ. ეს ვერ იყო ის დღე რაღაცა იმდენად განსაკუთრებული იყო ჩემთვის, რომ ამაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. წარმოიდგინე, ამ ადამიანმა გამიწია სრული მომსახურება, არა მხოლოდ დაკვალიანების კუთხით, გამიზომა ასევე ჩემი პარამეტრები. და აქედან დავასკვენით, რომ ჩემი ზომა იყო გამოიცანი. XS. რანაირად? კი. ზოგადად ბევრმა უნდა იცოდეთ, რომ თითოეულ მოდელს, აი კენიონს და ტრეკს დიდებთან მანდ იყო განსხვავება, რომ თავისი მიდგომა აქვს ზომებში რა. ანუ ჩარჩოების გეომეტრია ისეთი არის, რომ მაგალითად ტრეკის მართლა როგორც ეხანა თქვა, ეს შეიძლება არ მოერგოს კენიონს და ასე შემდეგ რა. განსაკუთრებით კიდე აი თუ როუდი არის ან გრაველია და MTB, აი ძალიან სხვადასხვა არის და ვერ იტყვი, რომ შენ გინდა ემი მაგალითად, ან ესი ან ელი და ასე შემდეგ რა. ეხლა ჩემიც არის ესი, მაგრამ მე მგონია რომ ძალიან კარგად მაქვს, მაგრამ მე და შეშორებით შენი არის
ესი? ჩემი ესია. არა, მეგონა რომ ემი მჭირდებოდა, მაგრამ ეს არა, სიმაღლების კიდე, მიხედვით ხო. ესი, მაგრამ შევდგე ხა XS-ი ცოტა დავეჭდი. იცი, მეც ესე წარმოვიდგენ, მგონია რომ ესი იქნება ჩემი ზომა და არწმუნებული და ვერ არა გთხოვ ხა ადამიანი. შენ ველოსიპედით დაჯდა, მაგრამ ჯერ ვერ გთხოვ, ერთი ორი წელს ვერ გთხოვ, მაგრამ ეხა ვერ გთხოვ რომ გავტესტო. შეიძლება მაინც არავითარ არა, პრობლემა არ არის. შინია. ეს პატივი ყველას არ ერგება, შენ გერგება ნამდვილად. ბაბა. იცი რა არის ვერიკო, ეს წარმოიდგინე ამ კაცმა გაზომების შემდეგ დაასკვნა რომ XS-ზე დამჟარიყავი. შევიდა ცალკე ოთახში, გამიყვანა გარეთ, სადაც მომეცემოდა ამ ყოველფრის დატესტვის შესაძლებლობა. გამოიყვანა თავიდან თეთრი Canyon-ის ველოსიპედი, რომელიც იყო შიმონოს გადამთვალებზე და ჩვეულებრივად მომეცა შესაძლებლობა რომ დამერტყა წრეები და არავითარი პრობლემა არ იყო. სხვაებიც ტესტავდნენ ველოსიპედს და მეც. რა თქმა უნდა ძალიან მომეწონა. უბრალოდ ეს ველოსიპედი დასატესტად არ გქონდათ XS-ი, იყო S-ი და როგორც კი დავჯექი, ეგრევე მივხვდი რომ ჩემი ზომა არ იყო S-ი და XS-ი. უბრალოდ ამ კაცმა მითხრა შენი ზომა XS-ია, თუმცა ეს ეხა დასატესტად მხოლოდ S-ი გვაქვს და მაინც მოსინჯო. ხო. და აქედან გამომდინარე ზომაში უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ XS-ი იქნებოდა ჩემი ზომა. კი ბატონო. და როდესაც დავტესტე ეს ველოსიპედი ძალიან მომეწონა ყველაფერი. კარგი. ეხლა მეორე ველოსიპედი გამოიყვანა, რომელიც იყო სრულიად სხვა სისტემაზე, SRAM-ის გადამრცველებზე. ვერიკო. ისე შემიყვარდა ეს გადამრცველები. მართლა, Bluetooth-ის გადამრცველებზე საუბარი, ხო? ხელა სხვაობა მომცა. სულ სხვა შეგრძნება იყო. და წარმოიდგინე ამ ადამიანს განუცხადე რომ აი ეს ველოსიპედი მინდა რომ შევიძინო, ხო მეუბნები. ოღონდ მე აღმოჩნდა რომ იმ ველოსიპედში მხოლოდ ის ფერი ჰქონდათ. ეს იყო მწვანე ხაკის ფერი. ბუნება ძალიან გვხდება, მშვენიერი ფერია, მაგრამ ნუ შენი არ არის. ჩემი არ არის. ხო ხტები. აი ზუსტად ესეთი მომენტი იყო და აი გონია მე წითელი ველოსიპედი, აი წითელსაც ვფიქრობ სხვათა შორის. ჩემი არ არის წითელი და ფერი წარმოგიდგენია შენთვის. ეს მშვენიერი ფერია, მე რაც ძალიან მყავს, გიხდება. ეხლა წარწერა რაც აქვს მარინის, ეგ არის ჩემი ფერი, ხა ძალიან ჩემი ბიანკის ფერი. ბიანჩის ფერი, ხო? კი, ზუსტად. შაბი ამის ფერი ქვია ჩემ ფერს. ძალიან ლამაზი ფერია სხვათა შორის, კი. ეს ლურჯი და მოკლედ ეს ძალიან ლამაზი კომბინაცია სხვათა შორის, ძალიან მომწონს მეც. ხო. წითელი ფერით განიხილება? წითელი ფერი ძალიან მიყვარს, ეხა წინაზე ჩამოგვივიდა მარინის მაიკოს ყავს, ჩემ ძალიან საყვარელ მოსწავლეს და ისეთი ლამაზია, რომ აი ეგეთ გადასვლაში მეყოლებოდა, მაგრამ აი პირდაპირ წითელი ველოსიპედი არ არის ჩემი რა, ვერ მეყოლები. მაგრამ ბიჭების ფერია უფრო თუ როგორ ვფიქრობ? არა, ბიჭის გოგოს არ მიყვარს არა. არა. ფერს არ აქვს სქესი. ესე ვიტყვი. არა, უბრალოდ მე პირადად წითელი ფერი ბევრ ბიჭზე მინახავს და ამიტომ მე ვიფიქრე რომ რატო უნდა იჯდნენ მარტო ბიჭები წითელ ველოსიპედზე და მეც დავუშვი რომ სხვათა შორის იქნებ წითელი ველოსიპედი შემეძინა ვიფიქრე. არა, ხო, უბრალოდ ჩემი არ არის რა. იმიტომ ესმის რომ შენთვის არ იყო ეგ ხაკის ფერი ისეთი რა. და წარმოიდგინე ვერიკო, ესე იგი ორი ველოსიპედი დავტესტე და ვფიქრობ რომ ამ ორ შორის უნდა გავაკეთო არჩევანი. იმიტომ რომ ბიუჯეტურად და ყველანაირი კუთხით აი ამ ფასის ველოსიპედები მაწყობდა და ამ დროს ამ ადამიანს გამოყავს მესამე ველოსიპედიც ვერიკო. მოიცი, რაღაც მომენტში ძალიან დიდხანს შევიდა იმ რაღაც სივრცეში და დავრჩი გარეთ და ეს კაცი გაქრა და ცოტა ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მოდი ამ კაცებს გეტყვი ორი სიტყვით, ვინ იყო საერთოდ? ეს არ იყო უბრალოდ ვიღაცა კონსულტანტი, ჩვეულებრივი, რომელიც მოკითხა რომ ის იყო რაღაცა ერთ-ერთი დირექტორია. დირექტორი არა, მაგრამ ამ ადამიანს ჰქონდა იმის პატივი, რომ ყველა იმ საუკეთესო ველოსიპედს, რასაც კი Canyon-ი გამოსცემს და გამოუშვებს, ეს ადამიანი არის ის პირველი, რომელმაც აუცილებლად უნდა დატესტოს. ვაუ. წარმოიდგინე და ეს იყო მისი მოვალეობა. გვერდით ქალაქში ცხოვრობდა, ქობლენში არ ცხოვრობ, ესე მითხრა და ყოველ დღე მანქანა არ მყავსო. და ყოველ დღე სამსახურში დავდიო ველოსიპედით. შესაბამისად ნებისმიერ ამინჩი, წვიმაში, თოვლში, ქარში, ნებისმიერ ამინჩი ამ ადამიანის მოვალეობაა, რომ მახსოვს კიდეც რაღაცა ციფრი მითხრა, წელიწადში იმდენ კილომეტრს გადის. მე მგონი 50000-ზე მეც თუ არ ვიცი, რაღაცა ძალიან დიდი ციფრი დამიხელა, იმიტომ რომ წარმოიდგინე, წინ და უკან დადის სხვა ქალაქში ყოველ დღე ველოსიპედით და მისი სამსახურია ფაქტიურად. მას ევალება, რომ ნებისმიერ ამინჩი დატესტოს ველოსიპედი და ფიდბექი გადასცეს გერმანელ ინჟინერებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ხო ესეა. და მითხრა რომ დაახლოებით 25 წელია უკვე აქ მუშაობ. წარმოგიდგენია? როგორ მეკიყვარდა? პასუხი ხო მესმის კიდეც მაგის რა. ეხა იგიფსი უკვე. წარმოგიდგენი ესეთი სამსახური? წარმოგიდგე კი, როგორ არა ეხა მე იურისტობიდან ვარ აქ. შენ იურისტი ხარ? მე იურისტი ვიყავი, დაახლოებით 5 წელი მუშაობდი იურისტად. დასამბო. და მე ესე უცბად მეთქი როცა აი როგორ უმეტია იცი
შენ რო გაქვს განვითარების თავისუფალი დრო, მაგალითად წაიკითხო პრეცედენტები ჩემ შემთხვევაში, ხო? ან გადაწყვეტილებები რაღაც ეგეთი, მაგას თუ არ აკეთებ, ესე იგი რაღაც არასწორად არის შენ სფეროში რა. და მაგ დროს რო ხვდები რომ პირიქით ველოსიპედის რაღაცებს ეძებ, გინდა რომ პირიქით ველოსიპედით გახვიდე და რაღაცა, მაგ დროს ხვდები რომ შენი სფერო აღარ არის იურიდიული და მან დროს აი სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდი რომ წამოვიდი სამსახურიდან და მთლიანად ჩავერთე ჰიპოში რა და მთლიანად ჩავერთე ველოსიპედში ეს არ ვიცოდი. სხვათა შორის ამიტომ წარმოვიდგენია რომ 25 წელი შეიძლება იყო ერთ სფეროში, აგერ გიფსი უკვე რავი 16 წელია მგონი ამ სფეროშია რა. ამიტომ რაღაც ისეთია. სხვათა შორის მე იურისპრუდენციის ძალიან დაინტერესებული ვარ, რომ არ დაგიმალო. კი, ნამდვილად და გერმანიაში ცხოვრებისას ძალიან ბევრ სიტუაციაში რომ არ დაგიმალო, დამჭირდა ის იურიდიული ცოდნა, რომ არ დაგიმალო. იცი რატო? იმიტომ რომ არის იქაც ადამიანები არიან და ძალიან ბევრ სიტუაციაში მოვიძიე ინფორმაცია, რომელი პარაგრაფი მიცავდა, რომელი მუხლი, რომელი პუნქტი. გერმანიაში შის შემთხვევაში ადამიანებთან ესე მომიწია საუბარი, რომ არ დაგიმალო. ვერიკო. და დამჭირდა ხა ყოველთვის ხუმრობ ხოლმე, რომ ჩამოვედი დედაჩემს და ესე მეგობრებს ვეხუმრები, რომ დამიდასტურებინის მეგობრებიც, რომ ფაქტიად უდიპლომოდ ჩამოვედი, თორე ფაქტიად იურიდიული განათლება გერმანიის არის ისეთია რა. იქ ცხოვრობ, იქავი წესები და კანონები, რა თქმა უნდა იცოდი და როდესაც რაღაც სიტუაციაში აღმოჩნდები და რომ არ დაზარალდე, ჯობია ისევ რომ ყოველს მუხლები და პუნქტებით ისაუბრო და ყველა კანონი გიცავს ოღონდ. ძალიან ბევრი რაღაცა ჩვენს იურისპრუდენციაში გერმანელებისგან გადავიღეთ სხვათა შორის. ჯავახიშვილისგან კი. და შესაბამისად ამიტომ ძალიან რაღაც ისეთი სიმბოლური იყო ხა შენ დათქვამი. რომ ყოფილი იურისტი ხარ. აი, დაუბრუნდეთ აბა ხა იმის ყიდვას. კი. ესე იგი, წარმოიდგინე ამ ადამიანთან ვისაუბრე, კონსულტაცია გავიარე და მგონია რომ აი ამ ორ ველოსიპედზე უნდა შევჩერდე და ამ დროს გაქრა ეს კაცი და ცოტა ხანში გამოდის აი ამ მოდელის ველოსიპედი. ზუსტად ეს ველოსიპედი არ იყო, იმიტომ რომ ეს იზომა გამოიწანა და გავარ გაოცებული, იმიტომ რომ კაც ვუთხარი, რა ბიუჯეტი მაქვს, რა ველოსიპედის ყიდვა მინდა. ისიც ვუთხარი, რომ მე არ ვაპირებ რაღაცა Tour de France-ზე გამოსვლას შეჯიბრებებისთვის. შესაბამისად, ფიქრობდი, რომ ის ორი ველოსიპედი და რომელიღაცაზე უნდა შემეჩერებინა არჩევანი და ძალიან გამიკვირდა, როდესაც ეს ველოსიპედი გამოიტანა. ხა ვერ იყო წარმოიდგინე. მე იმდენად სხვა ბიუჯეტის იყო, ხო? ძალიან ვერც კი შეადარე. ოკეი. ეს იყო ყველაზე ძვირიანი ველოსიპედი ფაქტიურად რაც ჰქონდათ. და აქედან გამომდინარე არ ვაპირებდი იმ წუთას, რა თქმა უნდა ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ ველოსიპედზე, მაგრამ იცი როგორი მომენტია ვერიკო, როდესაც გერმანიაში ცხოვრობ, ძალიან ბევრი პასუხისგებლობა გაქვს ფინანსთა სამინისტროს წინაშე, დაზღვევის წინაშე, საპენსიო წინაშე, იმ ხელა გადასახადებს ვიხდით, რომ იმ წუთას მე როგორც მოწვეული ლექტორის და ფრილანსერის სტატუსში ადამიანს ძალიან დიდი გადასახადების გადახდა მიწევდა. არ ვიცოდი თან ზუსტად რამდენი უნდა გადამეხადა, იმიტომ რომ ის წელი დამთავრებული ჯერ არ იყო და შესაბამისად რო იცი რომ ამ ხელა პასუხისგებლობა გაკისრია, ვერ გაბედავ რომ რაღაცა წახვიდე და მეთიოვანდე ახლა ეს ველოსიპედი იყიდო, ხო ხვდები? თორე ოცნებაში რა თქმა უნდა ყოველთვის მქონდა, ხვდები? და ამ დროს გამოყავს ეს ველოსიპედი და ნებისმიერი ადამიანი ალბათ ამ შესაძლებლობას გამოიყენებს და აქეთ თხოვდა ალბათ ამ ადამიანს, თუ შეიძლება ამ ველოსიპედს გადავტესტო. და ეს კაცი იმდენად ეთყობა გაბრწყინებული თვალებით ველაპარაკებდა, გამოიყო ეს ველოსიპედი და კარგით, კი ბატონო, რატომაც არა და თან იცი როგორი მომენტი იყო, როდესაც პირველი და მეორე ველოსიპედი დავტესტე ვერიკო, დავინახე რომ ეს ველოსიპედი სხვა გოგომაც მოსინჯა, დატესტა, გაიარა და გულში გავიფიქრე, რა ბედნიერია ხა. იქ რო ხარ და იმ წუთას მაინც რო არ გჯერა. წარმოიდგინე და გამოიყვანა ეს ველოსიპედი და რა თქმა უნდა რატომაც არა თქო ვიფიქრე ამაზე ვიდეოც მაქვს ჩაწერილი უბრალოდ სული შოკი მჭირდა ვერიკო რომ დავჯექი ამ ველოსიპედზე ჰაბების ხმა მაქვს ეს ვიდეო მაგას ჩავსვამთ თუ კი ბატონო და უბრალოდ არ მჯერო და თავი მეგონა რაღაცა შეჯიბს და რაღაცა საოცარი შეგრძნება კი თუნდაც ჰაბების ხმის გამო ეს ველოსიპედისების ის არის რა რაღაცა სპეციფიკური სხვათა შორის ყოველთვის ვოცნებობდი აი ესეთი ხმა ქონდა ჩემს ველოსიპედს რატომ ყოველთვის ძალიან მომწონდა იმიტომ რომ საქართველოში ყოფნისას ძალიან ბევრ ინფლუენსერს ვათვალიერებდით ბევრი ფოლოვერი ვიყავი და რამოდენიმე წლის შემდეგ თუ მე მეღირსებოდა რომ ესეთ ველოსიპედზე დამჟარიყავი არც მიოცნებია როგორ არ მიოცნებია მაგრამ ხო ხტები იმ ეტაპზე ცხოვრებაში არა იმიტომ რომ წარმოიდგინე შენ ესეთი დაკავებული ხარ ამ ხელა პასუხისგებლობები გაქვს და ამ დროს უცებ აი ესეთი შესაძლებლობა მოგეცემა და
ეს კაცი დგას და მიყურებს როგორ მოვდივარ ამ ველოსიპედით და მიხვდა რა თქმა უნდა რომ ძალიან მიყვარს ეს ველოსიპედი რაღაცა გუშინ არ დამждავა ველოსიპედი ჩვეულებრივ არის და დაიჭირა ეს ველოსიპედი და მეუბნება ანა შეხედე წინიდან არის ცისფერი ეს ველოსიპედი შავი ამისფერი ცისფერი და გვერდიდან რო შეხედო არის იასამისფერი ვაუ და მზის შუქზე ჭყვიალებს და შემდეგ მზის შუქზე ესე დაიჭირა ამას შეხედეო და ვერიკო მე იმდენად შოქში ვიყავი იმ წუთას არც დამინახავს მის ეს ჭყვიალე და იმ ადამიანმა მზეზე დაიჭირა გერმანიაში მზე მზე დაემთხვა ძალიან კაი ამბავი იყო და მზეზე რო დაიჭირა და სუპ ჭყვიალებს ეს ველოსიპედი ეს იცი რა იყო? შენ გჯერა ერთი ნახევარი შეყვარების? კი. და ეს შეგიყვარდა შენი. იცი რა არის? შეყვარების არ ვიცი, მაგრამ ალბათ იმ ადამიანს რომ დაინახავ. აი, გძრაფე ეს არის შენია. აი, შეყვარება ალბათ არის, მაგრამ ეს შენია. ნუ ეგეთი რაღაც ადამიანზე ჯერ ცხოვრებაში არ მქონია, მაგრამ ველოსიპედს მქონდა. რა მაგარი მოდი. რომ მიხვდები, რომ აი ეს შენი ველოსიპედია და საქმე იმაშია, რომ მაინც არ ვაპირებდი იმ ეტაპზე ცხოვრების იმ ეტაპზე ამ ველოსიპედის შეძენას ხვდები, იმიტომ რომ ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და ვიცოდი რომ არ უნდა რაღაცა არ უნდა გამერისკა ხვდები ეს იმხელა ბიჯის გადადგმა არის რომ შესაბამისად თავი შევიკავე და ვიფიქრე რომ აი ის ველოსიპედებიც მშვენიერ სისტემაზეა და რატომაც არა და საქმე იმაშია ვერიკო რომ შევედით მე და ეს კაცი კომპიუტერთან, რომ შეგვერჩია ახლა მოდელი და ზომა. აღმოჩნდა, რომ არც ერთი ველოსიპედი, რაც კი მომეწონა, არაფერი XS-ში აღარ იყო. და ახლა როგორი რაღაც არის? სანამ საერთოდ Canyon-ის მაღაზიაში მივიდოდი, მინდა გითხრა, რომ ჩემ ცხოვრებაში ღმერთს და რელიგიას ძალიან დიდი ადგილი უკავია, იმიტომ რომ ყველა ის სირთულე, მე ვფიქრობ, რომ ღმერთი რო არ დამხმარებოდა, ის წარმატება, ყველაფერი ესაც ცხოვრებაში მივაღწია, არა, მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, არამედ ღმერთი რო ხედავდა, რომ ვიბრძოდი ამისათვის და ესე გულხელ დაკრეფილი არ ვიყავი და ისე არ მინდოდა რომ მომცემოდა, არამედ ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებდი, ისეთ ადამიანს მე ცხოვრება, ესე უწოდოს თუ მინდა ნებისმიერ მას ხო, მაგრამ ღმერთი მე გეხმარება ამ მამა თეოდორი გიგნაძე გაგიგია ალბათ ხო? რომელიც ძალიან საინტერესო ქადაგებებს დებს ხოლმე. და მამა თეოდორი გიგნაძის ვიდეო ნახე სრულიად შემთხვევით წინა დღეს, რომელიც ამბობს რომ ღმერთს თხოვეთო რომ რაღაცაში არ მოგიმართოთ ხელი თუ მას ისე არ უნდა, იმიტომ რომ შეიძლება უფრო უკეთესად განვითარდეს ყველაფერი, ვიდრე თქვენ დაგიგეგმავთ. ამის გაგება და გააზრება ხანდახან არ არის მარტივი. იცი რატო? რაღაცა შეიძლება მთელი გულით გინდოდეს, ვიღაცა ადამიანთან ურთიერთობა, ან ვიღაც მეგობრის შეძენა და ეს ყველაფერი ცხოვრების ბოლო პერიოდში მომცემია სხვათა შორის და მე მივხვდავა რომ მოიცა მართლა მინდოდა ეხა ეს ადამიანი ცხოვრებაში. ხვდები იყო ესეთი გამოცდილებაც რომ მე მეგონა რომ რაღაცა მინდოდა, მომიცა და თუ მივხვდი რომ ეს ის არ არის. აქედან გამომდინარე ის რომ ღმერთო, აი მამაო ჩვენოში სითხო რომ იყოს ნება შენი. ამას ვითხოვთ ხოლმე გესმის და მე ღმერთს ვთხოვდი, იყოს ნება ჩემი. ხვდები და სინამდვილეში ღმერთს შეიძლება უფრო უკეთესი უნდა შენთვის. აი ამ ველოსიპედის მაგალითზე მე მინდოდა ულტეგრა. და ეს არის დურაესი. ხვდები, ანუ შენ რაღაცა შეიძლება ყვავილი გინდოდეს და ღმერთს თაიგული ქონდეს შენთვის. აი ესეთი რაღაც არის და ამიტომ ეს სიტყვები ვთქვი რატომღაც მამა თეოდორი გიგნაძის ვიდეოს შემდეგ სანამ Canyon-ის მაღაზიაში შევიდოდი რომ ღმერთო იცი თუ რაღაცა მოდელი არ გინდა რომ შეგიჭო. კიდევ ერთხელ ღმერთი ის რაღაცაზე არ უნდა შეაწოხო, თუმცა ჩემთვის ეს უდიდესი მოლენა იყო ვერიკო. აი ერთხელ და ანახლა ან არასოდეს შესაძლებლობა ხვდები და ამიტომ ჩავრთე ღმერთი ამ ყველაფერში. და უთხარი თუ რაღაცა არ გინდა რომ რაღაც გამოვიდეს, კი ბატონო, შენ როგორც გინდა ყველაფერი ისე იყოს, ხო ვეუბნები და ესე იგი წარმოგიდგენ მაღაზიაში ვარ ამ კაცთან ერთად და ვერ შევიძენ ფაქტიურად ვერც ერთ მოდელს, ვერც მეორეს, ვერც რამს, ვერც შიმანოს, არც ერთ ფერში, არც ერთ ზომაში არ აქვთ ის ველოსიპედი და აშკარად ვატყობ რომ არ მიმართება ხელი. ამ მაღაზიიდან უნდა გამოვიდა ხელცარიელი ფაქტიურად და არა და უკვე 2-3 თვეში ვაპირებდი საქართველოში დაბრუნებას. ხვდები და შესაბამისად ნამდვილად მინდოდა რომ რაღაც ესე ხელცარიელი არ წამოსულიყავი და ეხლა რა ხდება? ამ ადამიანს ფაქტიურად დავემშვიდობენ და შევთანხმდით ესეთ რაღაცაზე რომ თეთრ ველოსიპედს შევიძენდი. თუმცა როდესაც გამოვიდოდა XS ზომაში. ეს იქნებოდა შემდეგ თვეში, როგორც ამ ადამიანმა მითხრა და ძალიან ვთხოვე, რომ იქნებ დამხმარებოდა თუ რამოდენიმე მოდელს გამოუშვებდნენ, ალბათ 10 ან 20, არ ვიცი ზუსტად რამდენს და რო არ დაესწრო ვიღაცას, ამ კაცს მე მოგვიანებით შევეხმიანებოდი, ეს გამონაკლისის სახით დაუშვა ესეთი რაღაცა, ვერ იქნებს გავს რაღაცას არ ვაკეთებო, მაგრამ წარმოიდგინე, რადგან ხედავ რომ ესე გვიდგინე და ქვეყანაში აღარ იქნები მეреო, წარმოიდგინე, ესე გამონაკლის დაუშვებდა და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მე ოღონდ მაღაზიაში დავრჩი, იმიტომ რომ ველოტანსაცმელები იყიდებოდა და ეს შესაძლებლობა არ უნდა გამეშვა ხელიდან და წარმოიდგინე, აქეთ ხარ ეს არის კაფე, რომელიც შუშებში იყო ჩასმული და შემოდის მზე და მე ვდგავარ და ჩემს თავს ვეუბნები რომ ანა
ან ახლა დასოდეს ხალხისა გადაწყვეტილების მისცემა მიღება. ვერიკო, ამას ვერ აღწერ როგორი შოკი მჭირდა, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ აი წარმოიდგინე ძალიან ბევრი ბიჭის ცხოვრებაში შეიძლება არაჩვეულებრივი გოგო გამოჩენილა და უბრალოდ ეს შესაძლებლობა გაუშვეთ ხელიდან და არავინ არ იცის იმ ბიჭს ისეთი გოგო მიეცემა თუ არა ოდესმე. ხო ხდება, რაღაცა მსგავსი შედარება არის, რომ მეც ეს მატარებელი თუ ოდესმე ჩამოვიდა, იმიტომ რომ წარმოიდგინე საქართველოში რომ ჩამოდიხარ, მორჩამ. დამთავრდა უკვე გაუშვებდი ამ შესაძლებლობას ხელიდან. ამიტომ ნახე ძალიან მენიშნა ის, რომ როდესაც ჩვენ პირველ და მეორე ველოსიპედს ვეძებდით ზომებში, ფერებში, ძალიან ხშირად საიტმა თვითონ რეკლამის სახით ისევ ეს ველოსიპედი ამოვიგდო. ერთხელ, ორჯერ და უკვე მესამეჯერაც და როგორც ამ კაცს გავიხუმრე, რომ ალბათ მაინც ყველა გზა ამ ველოსიპედამდე მიდის თქო. და წარმოიდგინე ვერიკო ვარ მაღაზიაში და მართლა ვიფიქრე, რომ ანახლა ან არასოდეს და მივბრუნდი ამ ადამიანთან. უკვე 3 საათის შემდეგ, რაც მან კონსულტაცია ფაქტიურად გამიწია თუ 4 საათის შემდეგ, მივედი ისევ და ეს კაცი მიყურებს. რა ხდება? და თავიდან დაუძახე, ბოდიში მოვხარ და უთხარი რომ ფაქტიურად ეხლა უნდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა თქო და სხვათა შორის ძალიან გაუკვირდა, იმიტომ რომ იცოდა თვითონაც რომ არ ვაპირებდი და ესეთი რაღაც მითხრა რომ იცი რა არისო ზუსტად შენაირი ადამიანებისთვის მუშაობ რომელსაც აი ესე უყვართ ველოსიპედიო და დღეს ხო შენ მიხსენე რომ თვალები გიბწყინავ და აი ზუსტად ამ კაცმა თქვა რომ აი თითოეულ სიტყვის შემდეგ ამ ველოსიპედს საუბრისას თვალები გიბწყინავდაო და ძალიან გავაოცე ვერიკო რო არ დაგიმალო მაგრამ ეხლა როგორი მომენტი იყო იცი ეს შევიძინე ველოსიპედი იმავე დღეს ვერ წამოვიღე ოღონდ იმიტომ რომ ის ზომა იმ წუთას არ ქონდათ ხო მე დავტესტე ესი და უნდა უნდა შემეძინე XS ანუ ყოველ შემთხვევაში უნდა გამოეგზავნათ ძალიან მარტივად მოხდა ეს ყოფილი ერთ კვირაში მომივიდა სხვათა შორის ეს ველოსიპედი უბრალოდ იცი რა შესაქმე მე თვითონ ის ფაქტი რომ მე ეს ველოსიპედი შევიძინე ამ ყველაფერმა ნაკლებად იმოქმედა ჩემზე და უფრო მნიშვნელოვანი იყო ის რომ ეს ველოსიპედის სიმბოლოა იმისა რომ არასდროს არ უნდა დანებდე ვერიკო აი წარმოიდგინე ხო გაგიგია გზა არის მიზანი და არა მიზანი არის შენი თავი მიზანი არამედ იმ მიზნის გზაზე უნდა იმ მიზნისკენ მიმავალი გზა რომ შენ რა ადამიანად ჩამოყალიბდი სწორედ ეს უფრო მნიშვნელოვანი პროცესი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თვითონ ის ფაქტი რომ შენ მიზანს მიაღწიე და ეს ველოსიპედი რატომ არის ისე ჩემთვის სიმბოლური რომ მე ვერ უბრალოდ ვერც კი წარმოგიდგენია თუ როგორ ვოცნებობდი ამ ველოსიპედზე ძალიან ბევრი ჩემი ველომეგობარი დაადასტურებს ამას რამდენი ფოტო მქონდა და ფაქტიურად საქართველოს რეალობაში შეუძლებელი იყო რომ ესეთი ველოსიპედი შემეძინა ვერიკო და არასდროს არ დავნებებული ვარ და ყოველთვის ვიცოდი შეიძლება იმ ეტაპზე დაგეგმილი არ მქონდა რომ ის ველოსიპედი უნდა მიყიდა მაგრამ მე ვიცოდი რომ ისე არ მოვკვდებოდი რომ ეს ველოსიპედი არ შემეძინა ხვდები და ძალიან ვიხარია რომ ფაქტიურად შეუძლებელი გეჩვენება ეს შენი ოცნება და მიზანი და აი ზუსტად ეს არის ცხოვრებაშიც რომ რაღაცა შეიძლება ვერ ხედავდე როგორ განვითარდება მოვლენები მაგრამ ამის უნდა გჯეროდეს ყოველთვის და მე ვფიქრობ რომ აი ზუსტად ამან მიშველა და ეს დამეხ მაგრამ ეს მიზანმიმართულობა და შენს მაყურებელსაც მინდა მოვუწოდო მთელი გულით და სულით რაზეც არ უნდა უცნებობდნენ ვერიკო იქნება ეს ველოსიპედი სამსახური ნებისმიერი რამ რაც არ უნდა იყოს რაც არ უნდა შეუძლებლად მიგაჩნდეს ნებისმიერი რამის მიღწევა ყოველთვის არის გამოსავალი იქნება ეს ქვეყნის დატოვება, იქნება ეს სადღაც დაბრუნება, როდესაც ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს რომ თავის მიზანს მიაღწიოს და არ ნებდება. ხვდები, იმიტომ რომ საქართველოშიც ვიცნობ ესეთ ადამიანებს, ეთყობა რომ ვერ მოახერხეს რეალიზება, შემდეგ დანებდნენ. ძალიან მისმის, ბევრია ესეთი მაგალითი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყოველთვის უნდა იბრძოლო, იმიტომ რომ ცხოვრება ჩემთვის არის მაგალითად ბრძოლა, ბრძოლის არეალი შეიძლება შეიცვალოს. მე მესმე ხოლმე რაღაცა. ძალიან აი ხედავ ეს მწერით მეთანხმება ჩამოვარცოთ ხელი თვითონაც ესე ვფიქრობ ანუ ბრძოლის არეალი შეიძლება შეიცვალოს მაგრამ ბრძოლა არასდროს არ მთავრდება და შენ იქამდე არ უნდა დანებდე სანამ შენს ოცნებას არ მიაღწევ და ამიტომ ეს ველოსიპედიც არის ზუსტად აი ამ ჩემი მიზანმიმართულობის ნაყოფი ერთი რაღაც არის რომ ადამიანებს გვეშინია დიდი რაღაცების ოცნების რა აი ხა როგორც შენთვის ეს ველოსიპედი იმიტომ რომ არ არის ხო ეს რატო გვეშინია რას ვფიქრობ იმიტომ რომ აი მაგათაც ძვირია მიუღწეველია რაღაც ეგეთი აი ჩემთვის არის რაღაცები რაზეც ვუცნებო, მაგრამ გონია რომ მაყოლებს მივაღწევ თუ მექნება სწორი გეზი ესე რომ ვთქვა რა, სწორი მიმართულება. აი ხა ერთ-ერთი იყო შაშან ამერიკაში ძალიან შემთხვევით მოხვდი, მართლა შემთხვევით მოხვდი. რატომ მოხვდი მოგვიყევი? მაგას ვერ ვიგიყვები ზაგზელი. ძელი ისტორია. ძელი ამბავია, მაგრამ ნუ მართლა ესე ერთ დილით გავუღუწე და ამერიკას და დღეს მოვიდა ამერიკაში. რაღაც ეგეთი ისტორია იყო მიახლოების და რომ მეგონა რომ ამერიკა იქნებოდა ერთ-ერთი მიუღწეველი
აგერ რაღაცა სამშუალობრივ დღეს გავიღოთ და ამერიკაში ამოყავთ თავი. ამიტომ მგონია რომ ადამიანებმა უნდა გავბედოთ და ვიოცნებოთ დიდ რაღაცაზე, ოღონდ არა ისე რომ უბრალოდ ჰაერზე რომ აპ რა მაგარი თემოდა რომ სოფიოს რა ვიცი სადღაც ყოფილიყავი, მაგრამ გონია რომ უნდა დაუშვა ეგ და გონებაში ყოველთვის უნდა გქონდეს ეგ რომ წარმოიგნო საკუთარი თავი აი იქ. წარმოიდგინო რომ აი თუნდაც ყავდეს შენ ესეთი ველოსიპედი, იყო შენი იმ ცხოვრებით რა ცხოვრებითაც უცნებობ რომ იყო და მაგ დროს გონება რაღაცა დამუშავებს, ამ ყველაფერზე მიდიხარ რა. ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს, რადგან შენ გაქვს გამოცდილება გერმანიის სამხელა, მაინტერესებს ველო ინფრასტრუქტურის კუთხით რა განსხვავება ვიცი ძალიან დიდია, მაგრამ რა განსხვავება გერმანიის ინფრასტრუქტურას, ველო ინფრასტრუქტურას და საქართველოს ინფრასტრუქტურას შორის და რა გვჭირდება ზოგადად, რომ რაღაცა განვითარდეთ, მეტი ველოსიპედისტი იყოს და რაღაცა ცნობიერებას ავამაღლოთ რა. იცი რა ის ვერიკო, განსხვავება ძალიან ბევრია, თუნდაც იმ კუთხით, რომ როდესაც ქუჩაში გადაადგილდები, თავს სრულად უსაფრთხოდ გრძნობდი. ძალიან ხშირ შემთხვევაში მიუვლიდნენ მანქანები და ეს კულტურა გერმანიაში ძალიან დამკვიდრებულია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად თვითონაც ხუმრობენ ხოლმე, რომ მესამე ფეხი ველოსიპედია გერმანელი ადამიანისთვის. და სხვათა შორის, იქ არა მხოლოდ ვარჯიშის კუთხით და უბრალოდ ცეინობის კუთხით, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვეულებრივად გადაადგილდება სამსახურში ველოსიპედით. ნებისმიერ ამით, ანუ მათთვის ფაქტიურად გადაადგილების საშუალებაც არის. უნდათ რომ გარემოზე იზრუნონ და ნაკლებად გამოიყენონ მანქანა, ვიცნობ ესეთ ოჯახებს, რომ სპეციალურად ველოსიპედითაც დადიან ხოლმე, რომ ყოველდღე მანქანით არიან, წარმოიდგინე. ამიტომ ეს კულტურა იმდენად დამკვიდრებულია, არც ზაღლებს არ უკვირთ, როდესაც ველოსიპედზე მჯომ ადამიანს ხედავენ და ადამიანებისთვისაც მაქსიმალურად მძღოლები გითვალისწინებენ, ასე რომ იმხელა კომფორტია ეს შენთვის, რომ ამ კომფორტს ძალიან მივეჩვიე. როდესაც აქ ჩამოდიხარ და სულ სხვა რეალობას ხვდები და აწყდები. ძალიან დიდი განსხვავებაა ნამდვილად. ანუ უფრო მეტად მძღოლებიერი გამოწვევა და გზები ხო ალბათ იცი რა, ინფრასტრუქტურული კუთხით, რა თქმა უნდა, იქ უფრო განვითარებულია ყველაფერი, ქალაქს გააჩნია თუმცა, ეხლა დორტმუნდშიც იყო მონაკვეთები, სადაც შემდეგ ველობილიკი თქვა წყდებოდა, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ ერთხელ მაინც რაღაც არ მეგზნო თავი შვიდად ქუჩაში გადაადგილებისას, რასაც საქართველოს სამწუხაროდ ვერ ვიტყვი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეიცვლება ეს რეალობა. ესე იგი, გამოდის, რომ მძღოლები გითვალისწინებენ, ცხოველებს არ უკვირთ შენი დანახვა და არ მახსოვს, რომ რაღაც ვიღაცას ცუდი კომენტარი გაიკეთებია მანქანიდან რომ მოგაძახებენ, ხო იცი საქართველოში? საქართველოში არის კი. კი. რაც შეეხება ახლა ველო გაერთიანებებს, ამაზეც გეტყვი. მე როგორც გითხარი, კავკასიის ველოქსელის მსგავს ორგანიზაცია აღმოვაჩინე და ამის გარდა ბოლო პერიოდში უკვე მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი, იყო ასევე Strava-ზე, სხვათა შორის ესეთი community ჯგუფი, კლუბი, რომელიც მხოლოდ ტრასის ველოსიპედების შეხვედრებს ატარებდა. წარმოიდგინე და ამ ყველაფრის თაობაზე ცოტა მოგვიანებით მომწეს ინფორმაცია იმ მაღაზიაში, სადაც თქვა შეიძლება ტრეკის ველოსიპედები შეძენა, დორტმუნდში ტრასის ველოსიპედების. ესე იგი, იცი რა საქმე, როდესაც ნდობას მოიპოვებ გერმანიაში ადამიანების, ამას ცალკეულ დრო ჭირდება. კი, ძართულია გერმანიაში რომ ნდობა მოიპოვო. ეგრევე ეს არის როგორც საქართველოში რომ ღვინოს დალევს ჩვენ ძმები ვართ, არამედ ყველაფერს რა თქმა უნდა ჭირდება დრო და როგორც კი ამ მაღაზიის კლიენტი გავხდი მომხმარებელი, შევიძინე განათება, შევიძინე კიდე რაღაც პატარა დეტალი და აქედან გამოდიარე გამიცნეს ადამიანებმა და იმ მაღაზიის უფროსმა დამფუძნებელმა გამიცნო და მიმიწვია მათ დახურულ ჯგუფში. ანუ არა ეს რაღაცა public ჯგუფი არის. იცი რა არის, ესეთი შეიძლება კიდე ბევრი იყოს აი იმ ორგანიზაციის მსგავსად, თუმცა მე არ გავდიოდი იმათთან ერთად. მე უფრო მაინც მინდოდა ტრასის ველოკუთხის ველოსიპედის ხდები ხო? აი ამ კუთხით ჩემი გამიტარება. არის ეგეთი ისინი ძალიან დიდი მასობრივი არა როგორც ხა გერმანიაში, მაგრამ აი პატარ-პატარა დაყოფები არის უკვე რა, რომ აი თქვათ გრაველი და როუდის ხალხი ერთად დადის, სამთო ხალხი ერთად დადის, დაუნჰილის ხალხი ერთად დადის და რაღაცა დაყოფები არის რა, ასე თუ ისე, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ძალიანაც არ ჩაგორჩებით ფაქტორი. ხო. გერმანიისგან. და აი ამაზე ესე დახურული ჯგუფებიც იყო ესეთი, მე მომიწვეს იმ ჯგუფში, უბრალოდ იმიტომ რომ მაღაზიის ფლობელი უფრო სწორედ გავიცანი და აქედან გამომდინარე იმ ჯგუფისგან გავიგე უკვე, რომ კიდე სხვა ჯგუფიც არსებობდა, რომელიც კვირაში ერთხელ იკრიბება, ოფიციალურად გეგმავ ყველაფერს და ძალიან საინტერესო იყო, როდესაც იმ ადამიანებს გავუყევი, ვერიკო, იმიტომ რომ იქ სამი კატეგორია იყო.
32 კმ/სთ სიჩქარით ჯგუფი, რომელიც გადაადგილდებოდა, შემდეგ 28 კმ/სთ სიჩქარით და მესამე ჯგუფი როუდების იყო 25 კმ/სთ სიჩქარე და ნუ მე პირველად წავედი 25 კმ/სთ-იან სიჩქარით, იმიტომ რომ შენ თუ 32 კმ/სთ-იან ჯგუფში ვერ გაკაჩავდი, ავტომატურად უნდა გადასულიყავი მეორე ჯგუფში. მეორე ჯგუფიდან ავტომატურად მესამეში და იქ უკვე დარჩებოდი. და იყო ასევე რაღაც casual ნებისმიერი გრეველი სამთოდ, კიდე სხვა განშტოებებიც ჰქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ ყველანი ერთად ვიკრიბებოდით იმ ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც მე ვარჯიშობდი და ამის შემდეგ უკვე ერთად სხვა ჯგუფი 5 წუთის დაშორებით ისტარდებოდა. ერთი მარშრუტზე ხო ალბათ? ერთი და იმ იცი რა არის მე ცოტა განსხვავებული მარშრუტი იყო, მაგრამ წარმოიდგინე ვერიკო, როდესაც წავედი მათთან ერთად, ეს ველოსიპედი უკვე შეძენილი მქონდა და ყველა არის მოსული საოცარ ფორმაში, არაჩვეულებრივი ველოსიპედები, მაგრამ ჩემს ველოსიპედს ყველაზე ხმამაღალი ხმა აქვს, ამის წარმოიდგინე. არ მჭირდება ხმას და გავათეთ ფექში. და ანუ ხალხი უბრალოდ გაოცებული იყო. ნუ, რა თქმა უნდა, ეხა იქ იყო კომპლიმენტები ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე რადგან ძალიან დაკავებული ვიყავი, ხომ ის ადამიანები სისტემატურად ვარჯიშობდნენ და ჩემთვის არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ბევრი აღმართიც გავიარეთ და 72 კილომეტრი იყო, რაც არაფერი არ არის. ადრე გახსოვს რომ გავდიოდი, როცა 220-ს გამივია და გავიგე რომ გოგოებმა მეტიც გაიარეს აქ ხო? შენ 300 გაიარებ ხო? 300 გავიარე ბოლოს 320. 20 კილომეტრი არ გამიკარგოთ იცი. ბოლოს 20 კილომეტრი ყველაზე რთული იყო წვიმაში. მის როგორი იყო ვერიკო? ეს შენთვის გამოწვევა იყო სერიოზული ალბათ რა? სერიოზულს ესე ვერ დავარქონდი, თუმცა გამოწვევა იყო, იმიტომ რომ არ მულია 320 კილომეტრი, მაგრამ ესე რო გითხრა რომ ძალიან სერიოზული გამოწვევა არა. ჩემთვის უფრო სერიოზული გამოწვევა იყო აი საბანოს უღელტეხილზე რო ვიდით შარშან, იმიტომ რომ სიმაღლე ბევრ რაღაცას განსაზღვრავს რა, სირთულეს, თუმცა სასახად გამოწვევა იყო რა. ძალიან სასიამოვნო და კარგი ისე ჟღერს 320 კილომეტრი. მე ჩემს მოსწავლეებს რომ 50-70 კილომეტრი ვეუნებოდი ხოლმე, რაღაც გაოცებული თვალებით იყურებოდნენ. სხვათა შორის მოსწავლეებსაც და სტუდენტებს ძალიან შევაყარე ველოსიპედი. ვარ დაგიმალე, იმიტომ რომ დიოდი ხოლმე ესე კარგამინდებში ხანდახან ველოსიპედით და ყველა მიცოდა და ერთი პერიოდი მქონდა ესეთი მომენტი, როდესაც ყველა ჯგუფმა გამიცნო, დორტმუნდში ვერ გავდიოდი რომ ვიღაც ჩემი მოსწავლე არ მენახა მეტროში თუ ქუჩაში და წამიგე შედიხარ ახალ ჯგუფებში და ამ დროს ჩემს თავზე ერთი-ორი წინადადებას რა თქმა უნდა გავაცნობდი ხოლმე მოსწავლეებს ჩემს თავზე და მე მათ ვალაპარაკებდი small talk-ი მქონდა ძალიან საინტერესოა და როცა თავს გავაცნობდი ხოლმე ძალიან ხშირად ჰობის, როდესაც ამ თემას მივეცქებოდით და ჩემი საყვარელი ჰობი არის ასუხი მოდიოდა იმადგა. წარმოიდგინეთ, რატო ისე ერთმანეთს უყვებოდნენ და ანა ველოსიპედით უყვამდა. წარმოიდგინე ასე რომ ძაშენია. კი. და აქედან გამომდინარე, როდესაც იმ ადამიანებს ესე 72 კილომეტრზე გავყევი, ჩემთვის მაინც იყო გამოწვევა, რომ უცხო ადამიანებთან ერთად ვიყავი. არც ყავის პაუზა გქონია, არც რამოდენიმე ფოტოს გადაღება, რომ ბუნებით დაატკბე, ერთ-ორი ფოტოც გადაიღო. არავითარი იცი, რო შევადარე საქართველოში ხო ჩემს უცხო მეგობრებთან და დავდიოდი და ძალიან დიდი განსხვავება იყო, იმიტომ რომ იქ ერთმანეთს ვესაუბრებოდით, კიდეც ფოტოებსაც ვიღებდით, ყავასაც ხვამდით ყველაფერი და მსგავსი რაღაცა იქ არ იყო და შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ვიღაცა მოგზდევს. ჩვენ გავდივართ. რეისინგი იყო ხო ჩათვალე ზრბოლა. მაგრამ იცი რა არის, აი სხვა ქალაქებში გადავედით და ალბათ ის ადამიანები რომ არა, ესე მაინც ვერ გავედავდი ამ დისტანციებით წასვლას, იმიტომ რომ იმ ტერიტორიებს ესე კარგად არ ვიცნობდი, თქვა როგორც ის ადამიანები. აქედან გამომდინარე, გამოწვევა რო ახსენებ, რა იყო შენი ყველაზე დიდი გამოწვევა, ოღონდ არა გერმანიაში, არამედ ზოგადად შენი ველო კარიერის მხრივ ველოსფეროში. იცი, გამოწვევები ალბათ ის პერიოდი იყო, როდესაც დაახლოებით 3 წლის წინ ჯერ კიდე საქართველოში ვიყავი დაბრუნებული და იმ შეჯიბრებებში ვიღებდი მონაწილეობას, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ალბათ მაინც ეს, იმიტომ რომ თუნდაც ის 220 კილომეტრის გავლა მე პირადად ესე აქტიურად არასდროს არ ყოფილვარ იქამდე ჩართული ამ ყველა ველოსპორტში ხვდები ვერიკო და ბოლო წლების 220 ეს არის იმ ჩემს უცხო მეგობრებთან ერთად მისმის ხო ვაჟებშავო შავშო ხო ჩავედით კი 2500 მეტრი იყო ამაღლება როგორც მახსოვს 3000-მდე ზუსტად არ მახსოვს მაგრამ გავიარეთ 9-10 საათში, ну, პაუზების გარდა გეუნები და დროს ისე 15 საათში, რა თქმა უნდა. აი ეს იყო ჩემთვის ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა. ხა შენ 320 კილომეტრი, ჩემთვის 220, უბრალოდ, როდესაც ამას მიჩვოლი, მაინც ესე არ ხარ, რაც უნდა კარგ ფორმაში იყო, მე ვფიქრობ, რომ ჩემი სხეულისთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. თუნდაც ის ტრიატლონზეც რო გამოვედი, სულ გახსოვს, ხო? სურვა, კი ბატონო და ფიქრობ, რომ არც თუ ისე მარტივია, როდესაც სპორტული ადამიანი ყოველთვის ვიყავ
ვიყავი, კალათბურთი ასე შენ ყოველთვის მიყვარდა, თუმცა აი ველოსიპედი კიდე სხვა გამოწვევაა და ალბათ უფრო მაინც მიჩვეული უნდა იყო და ტრიატლონის მსგავსი შეჯიბრებები, როდესაც შენ თან სამსახურის კუთხით ძალიან დაკავებული ხარ, მე ორივეს ვათავსებდი, ხვდები და ეს ნამდვილად არ იყო მარტივი. ალბათ მახსოვს დილით მიდიოდი ხოლმე ხანდახან ერთი შეხვდი ხო? ერთხელ შეხვდი მუხაწყარო ნახევრის წრეზე, დილაუთენია, მე სამსახურში მიდიოდი, მე საღამოსაც ხანდახან ხო გადიოდი ხოლმე, ძალიან რთული არის ხო? კი, ნამდვილად არ არის მარტივი. ცოტა ბოლოსკენ რო წავიდეთ, რას ურჩევდი ახალგაზრდა გოგოებს უფრო მეტად, იმიტომ რომ საკმაოდ ცოტა ვართ, არ ვართ ძალიან ბევრი. რას ურჩევდი საკმაოდ ახალგაზრდა გოგოებს, რომ ჩაერთონ ჩვენ სფეროში? იცი რა შესაქმე ვერიკო, ზოგადად საქართველოში კი არ დგას ეს პრობლემა, მხოლოდ გერმანიაშიც დავაკვირდი, რომ ძალიან ბევრ ველომაღაზიაში როდესაც შევდიოდი, უფრო ბიჭების ტანსაცმელი იყო. და ძირითადად იმ ატურებში უკვე ბოლოს წავს ვარ, ფაქტიურად ორი გოგო ვიყავით მარტო. დანარჩენი სულ ბიჭები იყვნენ. იგივე სიტუაცია იყო საქართველოშიც და გერმანიაში არაფერი დიდი განსხვავება არ იყო ამ კუთხით, ხვდები? კი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა გერმანიაში ამ კუთხით, თუმცა ბიჭები რა თქმა უნდა უფრო ჭარბობენ ამ სფეროში, იქაც კი გაგიკვირდება და ესე ზოგადად ქალაქს მაინც გააჩნია ხა დუსელდორფში მაგალითად, რომელიც შენ სადაც ცხოვრობდი კონთან, იყავი დუსელდორფში? კი, ძალიან უცნაური დუსელდორფში. კი, მეც. იქ დუსელდორფში მარტო გოგოების გაერთიანებაც იყო. თუმცა მე ვერ შევუერთდი სამწუხაროდ, რა თქმა უნდა არიან, მაგრამ აი ესე აშკარად მასობრივად არა, სამწუხაროდ. რას ურჩევდი ჩვენთან? მე ვურჩევდი რომ ძალიან ბევრი შეიძლება ეშინია კიდეც, მახსოვს, როდესაც თბილისის ტურებს ვაკეთებდით, ძალიან ბევრი ადამიანი ახთონებული გვიყურებდა და გვეკითხებოდა თუ რა გაერთიანებაა და იცი, ვფიქრობ რომ ვერ ბედავენო შემოგვიერთდნენ. ალბათ ეშინიათ რომ ჩვენ რაღაცა მეგობრული ხალხი არ ვართ, გამოცდილება არ აქვს. რაც არ უნდა იყოს, ნული გამოცდილებით აბსოლუტურად და არავის რომ არ ვიცნობდი, ესე დავიწყე მეც თავიდან. პირველ ნაბიჯს თუ არ გადადგამ, ვერაზროს ვერ გახდები რაღაც გაერთიანების წევრი. და როდესაც თქვათ მითხრეს რომ ერთვენი ერთ დღეს 40 კილომეტრსაც გავივლიდი 80 და 100 კილომეტრს არაფერი იქნებოდა. როცა დაიწყებ, მე მიხვდები რომ თურმე შესაძლებელია. ჩემთვის მაგალითად ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ სხვა ადამიანებმა შეიტანეს ჩემს ველოსიპედის სიყვარულში წვლილი, სხვათა შორის, იმიტომ რომ როდესაც შენ უკვე ქალაქგარეთ გადიხარ და საქართველოს ულამაზეს ბუნებას უყურებ, ძალიან ბევრ ქალაქში სადაც ყოფილვარ, შეიძლება მანქანითაც ვიყავი, რამოდენიმე ხნის წინ ჩასული და შემდეგ ველოსიპედი და სხვანაირად ახიქვა ბუნებას. და ჩემთვის ველოსიპედი არის არა მხოლოდ რაღაცა სპორტი, არამედ ეს უფრო მეტია ვიდრე ჰობი, ვერიკო. ხო, შენ არ გესწავლება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე პირადად ყველა სტრესისგან გამთავისუფლებოდი ერთი დაღმართზე დაშვებით, 15-20 წუთი ერთი დაღმართზე დაშვება, აბსოლუტურად განთავისუფლეს. და ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მუსიკა, ვიღაცისთვის იოგა, ჩემთვის ეს არის ველოსიპედი. და წარმოიდგინე, აი, როდესაც ესე ნეგატიური ფიქრებიდან კიდევ გამოხვიდე, ველოსიპედი არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და ამისათვის აუცილებელია თავიდან, ყოველ შემთხვევაში, რომ სამეგობრო წრე შეიკრას, ადამიანები, რომლებიც ასევე ძალიან დაინტერესებულები არიან, ასე უყვართ ველოსიპედი და შენ შეგიძლია რომ მათ გაუზიარო ეს შენი სიყვარული. ფიქრობ რომ ეს ძალიან დაეხმარებოდათ. ამიტომ გადამდებია რაღაცა შენ რო უყვარს და შენ რო დადიხარ, დაძაა რომ მოგწევს, მე რასაც უნდა რომ რაღაცა იაროს. და მე შეგიძლია მარტო ზიარო, ჩვეულებრივ მე გავაგზავნე ჩემითაც, მაგრამ აი თავიდან ვფიქრობ რომ აუცილებლად რაღაცა ორგანიზაციას უნდა შევუერთდე, იმიტომ რომ თავიდან გჭირდება мотиваცია. ეს დისციპლინაზე კი ვისაუბრეთ დღეს, მაგრამ ეგრევე დისციპლინა ვერ გექნება, სანამ ამ სიყვარულს არ ისწავლი ველოსიპედის და რას ნიშნავს, როდესაც ბუნებაში მეგობრებთან ერთად გადიხარ, არაჩვეულებრივ რამეში, ულამაზეს ბუნებაში, ეს უნდა შეიგრძნო და ამის შემდეგ მარტო ტურებიც შეიძლება რომ დაიწყონ. წარმოიდგინე, იქ გერმანიაში დორტმუნდში დავდიოდი, ძალიან ხშირად პოლიციის მანქანა დაიარებოდა და აკონტროლებდა სიტუაციას და 100 ყური და 100 თვალი უნდა ქონოდა რაღაცა შუქნიშანზე თან იქ ტრამვაის დადის. ტრამვაის წვანეს არ ამარ ჩამერთებოდა შენ ტრამვაის შემდგომ ჯერ ტრამვაი უნდა გაიაროს და მერე შენ. და იქ რომ მანქანა დგას და გაკონტროლებს, აი ესე თავები ესე ქონდათ ხოლმე. ძალიან ისა რა ქვია ველოსიპედისტებზე არის ჯარიმები რაღაცები? ჯარიმები ჩაფხუტის არქონაზე? ეს არის აუცილებელი, თუ ჩაფხუტს არ ატარებ, ან განათება არ გაქვს ხამე და სასაცილო ისტორიას მოგიყვები ბოლოსკენ. წარმოიდგინე, მე მიჯდებოდა განათება, დიდხანს ვიყავი გასული და ჩემი განათება დაახლოებით 3 საათი ძლებდა და უკვე 3 საათზე მეტი ვიყავი გასული და ვატყობ რომ განათება მიჯდება. და ვიცი რომ იმ დორტმუნდის ქუჩებზე ძალიან ბევრი პატრული დაიარება და ვიფიქრე ვერიკო რომ მოდი ეხა მე ზედა ქუჩებიდან გადავალ, იქ რო არ გამოვიან, თქო და ხო იცი რასაც გავმიხარ. იქ დაგემართა.
ვერიკო ზუსტად 3 პატრულმა ჩამიარა თუ დაიჯერე. გაგიჭერა? ოღონდ არავინ არ გამაჩნია, იმიტომ რომ ჯერ განათება ფუნქციონირებდა, კიდევ კარგი, მაგრამ ხო. რო გონია რომ ეხლა უნდა გაიქცე და მოდი ცენტრალურ ქუჩაზე არ გავივლი ვაა. და რაღაცა გვერდითი დიდი მოვლიც ჯარიმები გავედი. ისე? ნუ დაახლოებით 20 евро თუ არ მახსოვს. მე არ გამომიცდია ჩემს თავზე, იმიტომ რომ გავს სიტუაციაში არ ვიყავი, თუმცა ჩემს სტუდენტს ესეთი რაღაც შემთხვევა რომ ჩაფხუს არ ატარებდა და პოლიციამ გააჩერა და გაკვეთილზე დაიგვენა იმის გამო რომ ჩაფხუს არ ატარებდა და გააჩერეს. წარმოიდგინე. ასე რომ იცი რა არის, აი ეს მე ვფიქრობ რომ ზოგადად კანონები არეგულირებს სიტუაციას რომ ქაოსი არ იყოს. ეხლა იქ საპირისპირო მიმართულებით ვერ გაივლი. ბეტონო. მადლობა. მადლობა შენ ვერიკო. ძალიან საინტერესო საუბრები გამოგვივიდა. ძალიან მომენადრე შენთან საუბარი. ასე. ის მარტო გერმანიაზე ისეთ რაღაცას ყვები ხოლმე რომ ისეთი არა მარტო იქ ცხოვრები და ის ვისაც უყვარს გერმანია ის თუ მოგიყვება ეგეთ რაღაცა ძალიან ბევრი ნიუანსია მართლა და ვფიქრობ დღევანდელ გადაცემაში მაინც ისე ბოლომდე ვერ ჩავეტეოდით. რაღაცა ვიცადე რომ რაღაცებზე ფოკუსი გაგვეკეთებინა და ბევრია სალაპარაკო რომელზეც კი ძალიან მადლობა შენ წარმატებები ძალიან ბევრი საინტერესო ველო მოგზაურობა შენთან კიდე ბევრი ადამიანის გაცნობა რომ გრაბელი რომ ყავს ეხლა უკვე შეგვიძლია რომ ერთად ვიაროთ აუცილებლად მადლობა დიდი და აბა დროებით ვერიკო წარმატებები რა თქვენს კარგად მადლობა რომ გუყურეთ